მოგესალმებით, ეთერშია განსხვავებული აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ. მაშ ასე ახალი ძალა ქართულ პოლიტიკაში, რამდენად ახალია ის და რას გულისხმობს ახალის კონცეფცია. დღეს ჩვენთან სტუდიაში არიან ნიკა გვარამია და ნიკა მელია, ორივე თანათავმჯდომარე ახალი პარტიის, მოძრაობის, გაერთიანების და ასე შემდეგ. და მეორე ნაწილში, მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში, სულ მუდმივად ამაზეა საუბარი, რომ ქალები არ ჩანან და ახალში გამოჩნდა ბევრი ახალი ქალი სახე პოლიტიკოსი, სოფო გოლეთიანი, ანი ქაფთარაძე, ანა გოგოლაძე და მაია არებაძეს გაგაცნობთ დღეს, რატო გადაწყვიტეს მათ პოლიტიკაში წასვლა და რატომ გადაწყვიტეს, რომ მაინდა-მაინც ახალთან უნდა დაეკავშირებინათ თავიანთი პოლიტიკური კარიერა. მოგესალმებით ნიკა, ესე იგი ნიკა მელიას იმდენჯერ დავემშვიდობე, როგორც ნიკა გვარამიას საბოლოო ჯამში. რაღაცა გაერთა და გაერთიანდი. გამომიშვეს მანამდე ემშვიდობებოდით მელიას ეგ. სულ ესე ვემშვიდობებით, როგორც ნიკა გვარამიას და რაღაცნაირად ახთა ეს ამბავიც, იმიტომ რომ დღეს ერთი პარტიის ორი თანათავმჯდომარე ზის სტუდიაში და მე მინდა რომ დღეს დავსვა ყველა ის კითხვა. ალბათ ყველას ვერ დავსვავ, რა საკვირველია, მაგრამ ის კითხვები, რომლებიც აქვთ როგორც ორივე ნიკას ყოფილ გულშემატკივრებს და ეხლა ცოტა იმედ გაცრუებულებს, როგორც მათ მოკავშირეებს, როგორც ოპოზიციურად განწყობილებს, მაგრამ ეჭვის თვალით შემყურეს ახალ გაერთიანებაზე, ასე რომ შევეცდებით ყველა სავარაუდო კითხვა გავშალოთ დღეს ამ გადაცემაში, საკითხი უბრალოდ გავშალოთ ამ გადაცემაში და დავსვა კითხვები, რომელიც შესაძლოა იყოს ცოტა მწვავეც. ასე რომ დავიწყოთ იმით, ნიკასთან მაქვს ეს კითხვა გვარამიასთან, რადგან პრინციპში ის არის ძველი სახე, როგორც ძალიან გავლენიანი მოთამაშე, მაგრამ ახალი სახე პოლიტიკაში, იმიტომ რომ ნიკა პოლიტიკაში ეს როგორც პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა, ხო? ნაციონალურ მოძრაობაში იყო მოძრაობის პარტიის წევრი არ ყოფილა, საჯარო თანამდებობის ორჯერ მინისტრი და მერე უკვე კი ბატონო და 2010 წლიდან არ ყოფილა პოლიტიკაში. ხო, მოკლედ მელიასგან განსხვავებით პოლიტიკური, ასე ვთქვათ, წარსული ნაკლებად, პოლიტიკური პარტიული წარსული ნაკლებად აქვს, თორე პოლიტიკური როგორ არ აქვს. და რომელმაც შექმნა პარტია ახალი. მელიასთან ერთად. კი ბატონო, მოდით ასე ვთქვათ, დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე დიდი პრობლემაა ფრაგმენტირებული ოპოზიციური პარტიები. და ყველა გამოკვლევა ამბობს, რომ ეს პარტიები უნდა გაერთიანდნენ, მათ ჭირდებათ ერთიანობის ნახვა ოპოზიციურ ფლანგზე. და ამ ფრაგმენტირებული პარტიების პრობლემა არის ის, რომ ყველა ეთამაშება 5%-იან ბარიერს ნაციონალური მოძრაობის გარდა, არავის არ აქვს ჯერჯერობით გამოკითხვების მიხედვით გარანტირებული, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავენ და მშვიდად ყოფნის ფუფუნება ამ ეტაპზე არავის არ აქვს. ასეთ ფრაგმენტირებულ სპექტრში, რატომ გადაწყვიტე, რომ შეგექმნა, მოდი თავიდან იდეა, შენი იდეა, რომ შეგექმნა ახალი პარტია და შემდეგ უკვე ნიკასთან გაერთიანებულიყავი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. აი, რატომ გადაწყვიტე, რომ შეგექმნა ახალი პლატფორმა და რატომ აჯობა ამ გადაწყვეტილებამ იმ გადაწყვეტილებას, რომ წასულიყავი თუნდაც ნაციონალურ მოძრაობაში ან რომელიმე უკვე მოქმედ პარტიაში. ხო, კარგი. გასაგებია, მე მაინც ვფიქრობ, რომ მთავარი გამოწვევა და პრობლემა არის არა ფრაგმენტირებული ოპოზიცია, არამედ ოპოზიცია, რომელიც დამარცხებების ბიოგრაფიას აგროვებს. და მარცხები გროვდება არა მარტო არჩევნებზე. მეტიც, მარცხები გროვდება ცალკეულ გადაწყვეტილებებში უფრო მეტად. ეს არის ხმაური, რომელიც ატყდება რაღაც საკითხზე და არასოდეს ბოლომდე არ მინდის. ეს არის აქციები, რომელიც გაუგებრად თავდება და არ გულისხმობ აქ რომ მელიამ აქცია დაშალა და თურმე ამიტომ ვერ გამოვიდა სააკაშვილი, ხო? სასწრაფო ამბავია, ხო? აბსურდია. სხვა ტიპის აქციებზე ვამბობ და როგორც კი ერევა ოპოზიცია ან საერთოდ არ რევენ მას, რაც ძალიან ცუდია გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან, მაგრამ ოპოზიცია უნდა გაანალიზოს ეს რატომ ხდება. ხო? ან თუ ერევა და არაფრამდე ეს აქციები არ მინდის. ან იწყება რაღაცა ტიპის პოლიტიკური პროცესები, რომელიც არაფრით არ მთავრდება. ეს არის მარცხების კოლექცია.
დღევანდელი ოპოზიცია არის მარცხების კოლექციონერი. მე ჩემ თავიც შეიძლება ამაში მივათვალო, იმიტომ რომ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ვარ. ნიკაც მათ შორის არ ვიცი თვითონ ამეთანხმება თუ არა, მაგრამ ეს ყველაფერი არის მარცხების დიდი კოლექცია. და მიზეზი ამის არის? არ არის ფრაგმენტაცია მხოლოდ, რა თქმა უნდა. არა, ფრაგმენტაცია არა, ობიექტური უფრო მეტი მიზეზი ამის თუ სუბიექტური, ანუ თვითონ ოპოზიციური პარტიების და პოლიტიკოსების. ისტორია დეტალებს და ახსნებს, არ იმახსოვრებს ისტორია, იმახსოვრებს შედეგებს. ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი რა არის აქედან. აქედან გამოსავალი არის ის, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს არის ოპოზიციაში და არის მარცხების კოლექციონერი, უბრალოდ არ პასუხობს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს. არც საქართველოს ამომრჩეველს, როგორც თანამედროვე სამყაროს ნაწილს ის არ შეესაბამება. ბიძინა ივანიშვილი არის წარსული, რომელიც მუდმივად გვამყოფებს თავის ტყვეობაში. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არაფრის შეცვლა არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილი არის სტატუს-კვო. სტატუს-კვოს მდგომარეობა ყოველთვის უფრო მარტივია. ის არის შენარჩუნებაზე. შეცვლა სჭირდება ყოველთვის დამატებითი ენერგია, დამატებითი გადაწყვეტილება, დამატებითი სიახლე. დამატებითი კი არა, რეალური ენერგია, ან საბაზისო ენერგია და სიახლე არ არის დღეს პოლიტიკურ სპექტრში. მაგრამ თქვენ ამბობთ, ორივე ადამიანი, რომლებიც აქ სიხართ, შენ როგორც ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე, არაპარტიული, მაგრამ პოლიტიკური მოთამაშე და ნიკა როგორც პოლიტიკური ფიგურა. თქვენც ხართ ამ მარცხის ნაწილი, ერთიც და მეორეც. და გამორიცხე, მე არა, არ გამოგერიცხავს, მაგრამ მაშინ რატომ ამბობ, რომ თქვენ ხართ ის ფიგურები, რომელთაც ახალი მოძრაობის დაწყება შეუძლია და ახალი სინერგიის მოტანა შეუძლიათ. სწორი შეკითხვაა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ამის კონსტატაციას ვაკეთებთ, ვინც ვამბობთ, რომ ეს ასეა და ვისაც გვინდა რომ ეს შევცვალოთ და ვიცით როგორ უნდა შევცვალოთ ახალი ხალხით. თუ რაღაცა ვერ მუშაობს, ის უნდა გაიწიოს და უნდა შეიცვალოს. შეუძლებელია რომ ერთი და იგივე რაღაცა მუდმივად ეცადო რომ ამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ იცი რომ ეს ვერ მოხდება. და ვერ მუშაობს, ბატონო, ეს პოლიტიკური სპექტრი არის დახავსებული, ჩამორჩენილი და არაკვალიფიციური. რა ვქნათ, ყველას არ გულისხმობ, ძალიან ბევრი ახალი და საინტერესოა, როგორც ცალკეულ ადამიანებში, ასევე ცალკეულ პარტიებში, მაგრამ არაფერი არ არის მემკვიდრეობითი, შთამომავლობითი და სამუდამო. როცა ხედავ, რომ ეს არ მუშაობს, მაშინ ან შენ თავში უნდა იპოვო ძალა, რომ შეცვალო და ახალი ენერგიით, ახალი ადამიანები მოვიდნენ, ან შენ თავიდან ბოლომდე შენ თვითონ უნდა გაიწიო. ამიტომ დავასრულებ ერთი წამი და მე თუ შეიძლება, ამიტომ ჩვენ მე ასე ვფიქრობ, რომ ორივეს ყოფნის კეთილგონიერება და გამბედაობა, რომ ვთქვათ, რომ ეს შეცდომები არსებობდა ორივეს მხარეს. ნიკა იყო ყველაზე დიდი პარტიის თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიციურის, მე ყველაზე დიდი ოპოზიციური არხის დირექტორი. ნუ ცხადია, რომ პასუხისმგებლობები სხვადასხვანაირად ნაწილდება და ამიტომ არ დავიწყებ ამას შესვლას, ერთი, მაგრამ ყოფნის კეთილგონიერება, ამის ასაღიარებლად და გამბედაობა და მეორე, ყოფნის მოქნილობაც და ასევე გონიერებაც, უკვე კეთილგონიერება არა, გონიერებაც, რომ წარმოუდგინოთ საზოგადოებას გამოსავალი და ვთქვათ, რომ შევცვალოთ, მოვიდეთ ახალი ხალხით, ახლებურად, ახალი ხალხი არ ნიშნავს აუცილებლად ახალსახელებს დაგვარებს და იმათ ვისაც პირველად ვხედავთ. შეიძლება ბევრჯერ ვხედავდეთ ვიღაცას, მაგრამ იყოს ახალი გადაწყვეტილებების ავტორი. რა თქმა უნდა, ეს არის ახალი ადამიანი, არ ნიშნავს იმას, ვინც პირველად ვნახეთ. თუმცა პირდაპირ გეუბნებით, რომ ის ძალა, სადაც ახლა ჩვენ ვართ, შედგება ძირითადში იმ ადამიანებისგან, ვისაც ვხედავთ პირველად. მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ ეს ადამიანები არიან წარმატებულები, კვალიფიციურები, სანდოები და წესიერები. მაგრამ ეხლა ბუნებრივად გამახსენდებოდა ნიკა მელიას 12 ახალი სახე, ხო? და მართლაც რომ ვაკვირდებით ქართულ პოლიტიკას, ახალი სახეების შემოსვლა პოლიტიკაში არის ყოველთვის იმედის მომცემი, მაგრამ მე ეს ახალი სახეები ქრებიან. პარტია ჭამს მათ, ძველი პოლიტიკოსები ჭამენ მათ. ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად, მეც ძალიან კარგად მახსოვს პირადად 12 იმედის მომცემი ადამიანი თქვენს გუნდში. რასაკვირველია, ყველა ახალი სახისგან პოლიტიკოსი ვერ გამოდნება, იმიტომ რომ პოლიტიკა არის აბსოლუტურად სხვა სფერო, რომელიც მოითხოვს სხვა ძალას მოითხოვს, რომ გადარჩე პოლიტიკურ ველზე, მაგრამ ეს 12 სახე, რომელიც თქვენ თავის დროზე პარტიაში მიიყვანეთ და რომლის პრეზენტაციაც პომპეზური იყო, როგორც ერთი გუნდი ვერ გადარჩა.
აი მაშინ აქედან გამომდინარე დასკვნა რა იყო, აი ეხლა რა დასკვნები გაქვთ, რატომ ვერ გადარჩა ეს სახე, რა მოუვიდათ, როგორც ერთ გუნდზე ვლაპარაკობთ, ცალ-ცალკე არის. ხო, და ეხლაც იგივე კითხვაა. თქვენ ორი გამოცდილი პოლიტიკური ფიგურა მისცემთ მათ საშუალებას, რომ წინა პლანზე წამოვიდნენ, პოლიტიკოსებად შედგნენ, თავისი შეცდომები დაუშვენ, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია რომ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდნენ. ძალიან საინტერესო კითხვა, დიდი მადლობა მივესალმე თქვენს მაყურებლებს. დიახ, განსხვავება ვფიქრობ არის უზარმაზარი, სადა დედამიწა იმ მოცემულობასა და ამ ახლებულ მოცემულობას შორის, რომელსაც პარტია ახალი დაერქვა და იესპარეზეს ნომერი 4-ით. გულწრფელად ეკა, მაშინ როდესაც ჩვენ 12 ახალი ადამიანი წარვადგინეთ, რამდენიმე მათგანი დღესაც აქტიურ პოლიტიკაში, ერთ-ერთი მათგანი ჩვენს შემდეგ ეყოლებათ სტუდიაში. კი, ანა გოგოლაძე. ბუნებრივია ადვილ პროგნოზირებადი იყო, რომ ყველა ვერ შემორჩებოდა ამ ძალიან რთულ პროცესს წლების განმავლობაში, თუმცა უნდა თქვა გულწრფელად, იქ არ იყო ერთსულოვანი პოზიცია თლიანად იმ პარტიაში, რომელსაც მე წარმოვადგენდი, რომ ახალი ადამიანები, ახლებური მიდგომებით უნდა ყოფილიყვნენ დომინანტები და წინა პლანზე და გვიწევდა რა თქმა უნდა, დიდი წინააღმდეგობების ხარჯზე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება ცალკე აღებულ ასეთ ყველა ადამიანს გახარებოდა შემოერთება ბევრი ახალი ადამიანის, თუმცა პრაქტიკამ საპირისპირო დაადასტურა და მეც მაგალითი ვარ ერთ-ერთი, როდესაც იმ პარტია შეუერთდი, რომელსაც შეუერთდი, მე თავიდანვე დავისახე მიზნად, განსხვავებული გზებით მე არა იმიტომ, რომ ვიღაცას ღალატობდიან, რაღაცას ღალატობდიან, იდეას ღალატობდიან, პრაქტიკულად ხედავდი, რომ სხვა ტიპის მოკლედ პოლიტიკა უნდა გვეკეთებია, ქონდა მინიმუმ ნახევარი პარტიის ხარდაჭერა წლების განმავლობაში, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, რომ მეორე ნახევრის პრაქტიკულად ხარდაჭერა მე აქ წლების განმავლობაში არ მქონია და ამიტომაც მithქვამს და თქვენს ეთერშიც გავიმეორებ, ამიტომ რჩებოდა შტაბ-ბიჭდილება წლების განმავლობაში, თითქოს მე მქონდა მუდმივი დაპირისპირება მაგალითად პარტიის დამფუძნებელთან, არავითარ შემთხვევაში მითგომებში იყო განსხვავებები იმ ადამიანებსა და ჩემს შორის, ვინც ახლა პარტიის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობას წარმოადგენენ. იქ არ იყო ნება ამისი. თლიანად. ეს ნება როგორც კი ჩვენ გამოვავლინეთ, მე სამწუხაროდ ბევრი კატაკლიზმები დაგვატყდა, მალე აღმოჩნდი მე ციხეში, იქიდან გამოვედი დაჩენებ, გამოვედი რამდენიმე უკვე 12-დან წასულიც იყო სხვა მიზეზით, მაგრამ აქ იქნება განსხვავებული ვითარება. აი რატო იქნება? რა გაძლევთ ამის გარდა? ეს არის, იმიტომ ნება, შეთანხმებული ხედვა ნება და გულწრფელად გძნობ, რომ ზურგის ქარის ფუნქციის შესრულებას ეცდება თითოეული ჩვენგანი და ყველა. ეს იმას არნიშნავს, რომ გამოცდილება სადმე უნდა გაქრეს პირიქით ამ პარტიის სპეცი იმაშია, რომ ეს პარტია გადაიქცევა არა ნიშურ პარტიად, არამედ სახალხო პარტია. ძალიან მალე ჩემის აზრით ეს ყველაფერი გამოჩნდება ბევრ განზომილებაში, იქნება ეს კვლევა თუ უბრალოდ განწყობები. მაგრამ სიახლე მე მჯერა, რომ არის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, მჯეროდა და მჯერა. მე მჯერა და ჯეროდა, რომ ძიმე გამოწვევების გადალახვა არის პროგრესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა და ეს შესაძლებლობა ახლა გაჩნდა. მე ვხედავ, რომ ჩვენ ვართ ამ ნაწილში თანამოაზრეები. და ეს განწყობა სუფევს იმ პარტიაში, რომელიც ოფიციალურად არის დაფუძნებული, განცხადება გაკეთდა მხოლოდ გუშინ. ამიტომ მე მაინდა-მაინც პარალელს არ გავავლებდი და თუ მაინდა-მაინც გავავლებდი, იცით, განსხვავება განსაკუთრებით ახლა იმ პარტიასთან მიმართებაში, რომელიც თქვენ იგულისხმეთ, არის ასევე ძალიან დიდი ვებერთელა, ვინაიდან გავლენებისგან თავისუფალი პარტიაა ეს. ჩვენს უკან არავინ არ დგას. ჩვენ ვდგავართ ბევრი ადამიანის გვერდით და ის ადამიანები დგანან ჩვენს გვერდით და გავლენებისგან თავისუფალ პარტიას არაფორმალურ გავლენებს ბევრს მე არ ვიცნობ ოპოზიციურ ველზე და როდესაც შენ გულით და სულით გინდა რაღაცა გააკეთო და ამის წინააღმდეგობებს ვერ ხვდები, მართლა ვერ ხვდები გზად, უბრალოდ ახლა შეერთების გაერთიანების პროცესი მტკივნეული პროცესია, ახლა როდესაც ორი ოჯახი ერთიანდება და
ორი სანათესაო ერთიანდება, ხშირ შემთხვევაში იქაც არის სირთულეები, თვეების განმავლობაში კი ბატონო, აი ეს ბიჭისგან და გოგოსგან ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ, ამიტომ სულ რაღაც ერთ თვეში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მე დაწუნებული ვარ, ჩვენ დაწუნებული ვართ, რომ ერთ თვეში სრული ჰარმონია კი, რადგან გავლენებისგან თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, რაღაცა მომენტში დაგისვათ, კითხვა დაფინანსების გამჭვირვალობა რამდენად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ ეს იძლევა იმის რწმენას, ანუ ამის ინფორმაციის ცოდნა იძლევა იმაში დარწმუნებულობის საფუძველს, რომ ეს პარტია არის გავლენებისგან თავისუფალი, მაგრამ მანამდე მინდა ნიკას ვკითხო, რა მოაქვთ ახალ სახეებს? ანუ რითი იქნებიან ისინი განსხვავებულები ჩემს ყოფილ თანაწამყვანს. რითი იქნებიან ის განსხვავებულები ძველი პოლიტიკოსებისგან, იმიტომ რომ ამ პოლიტიკოსებს აქვთ დიდი გამოცდილება და პოლიტიკა არის დანაღმული ველი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ფეთქდება. შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული სხვა სფეროში, ბიზნესში, არასამთავრობო სექტორში, მაგრამ აფეთქდა პოლიტიკურ ველზე. ძალიან რთულია პოლიტიკა, აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულ ხასიათს, განსხვავებულ ბრძოლის უნარიანობას მოითხოვს. და ეს გამოწვევა ყველა ახალგაზრდას, რომელიც თქვენთან არის, რომელიც გამოუცდელია პოლიტიკაში, მაშინ რა მოაქვთ მათ და რა გაფიქრებინებთ, რომ მათი ძალა არის დღეს გადამწყვეტი და უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ძველი პოლიტიკოსების გამოცდილება. ხო, მე არ შევაშინებდი ასე დამწყებებს და არ ვიტყოდი, რომ პოლიტიკა დანაღმული ველია, სადაც ყველა ფეთქდება, ახალი თუ რაღაცა რისკები. არა, რისკები არის, მაგრამ ქართული პოლიტიკის პარადოქსი იმაშია, რომ ქართულ პოლიტიკაში ან დანაღმულ ველზე არიან პოლიტიკოსები, რომელიც აფეთქებულია სულ და მაგრამ მაინც არიან, ხო? არაფერს არ ცulis ესა, დადიან ესე აფეთქებულები, მაგრამ პრობლემაა, მაგრამ არიან მაინც ხო პოლიტიკაში. ჩვენი ამოცანა ის კი არა, რომ ვიღაცა ანაფეთქდეს ან ვერ აფეთქდეს, მე პირადად რატო ვარ ამაში ჩაბმული და ხა მე ნიკაზე უფროსი ვარ. რამდენიმე წლით არც თუ ცოტათი სამწუხაროდ, მაგრამ და მან ცოტა ხანია რაც დაიწყო პოლიტიკა, ჩემთან შედარებით, მოდი ასე ვთქვათ. ჩემი ინტერესი არის მათ შორის ნიკა შედის ამ ხალხში, ვისაც მე ვლაპარაკობ და ისინი ვინც ახლა მოვიდნენ, ნიკა შედის იმიტომ რომ ეს მისი არჩევანია, მას აქვს პოლიტიკური არჩევანი, მე არ ვაპირებ რომ რაღაც მთელი ცხოვრების განმავლობაში პოლიტიკოსი ვიყო, ეს კაცი არის ამ გადაწყვეტილებით, მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ისინი ვინც მოვიდნენ ახლა ჩემთან თუ მასთან, ეს ხალხიც არის ამ გადაწყვეტილებით. მე მაქვს რაღაცა კაპიტალი, ჩემი. ეს იქნება პოლიტიკური კაპიტალი, სოციალური კაპიტალი. მე რასაც აქვს თავის ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ. მე მინდა რომ ეს კაპიტალი ამ ადამიანებმა გამოიყენონ. პოლიტიკური სტარტაპი არ არის მარტივი ამბავი. მას შეიძლება დიდი ხანი, წლები, მუშაობა, ბევრი ფული და ამ შემდეგ. არსებობს, ასე ვთქვათ, საგამონაკლისო ვითარებები, როცა აი უცებ მოხდება რაღაცა ვარსკვლავები დაეწყობა ისე, რომ სწრაფად შეიძლება ამის გაკეთება. მე ვარ ამ შემთხვევაში რაღაცას მაგალითად როგორც მოხდა მთავარი შემთხვევაში ყოველგვარი თავდაპირველად გარეშე ვიტყვით, იმიტომ რომ ასე მოხდა, ხო? 19 დღეში შეიქმნა ტელევიზია, რომელსაც რაღაცა გარანტირებულად რომელიც მე მქონდა მაშინ როგორც გუნდის ლიდერს, როგორც ადამიანს, რომელსაც ენდნენ, წამოყვნენ და ასე შემდეგ. მე მინდა რომ ამ ადამიანებს ეს შესაძლებლობა მივცე. მე ვილაპარაკე აქამდეც. რაც ნიკამ თქვა, ნიკა მაინც ახალი ფორმაციის პოლიტიკოსია, ხა ის რისი თავმჯდომარეც არ უნდა ყოფილიყო, რამდენი წელიც არ უნდა იყოს პოლიტიკაში, ის ახალი ფორმაციის პოლიტიკოსია. ის არ ყოფილა ხელისუფლებაში არასდროს, მოდი პირდაპირ ვთქვა, ხა რა საჯარო თანამდებობაზე იყო, ხა ჩემზე უკეთესად მე მგონია რომ ქართულ პოლიტიკაში ეს არ არის, ანუ გამოცდილება ცალსახად პოზიტიური სიტყვა, რომ ქართულ პოლიტიკაში არ არის, ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ხა მელია რა საჯარო თანამდებობაზე ყოფილა, ეს ჩემზე უკეთესად არავინ არ იცის, იმიტომ რომ მე დავნიშნა პირველად საჯარო თანამდებობაზე თავის დროზე. მიხოთ იმისა, რომ მქონდა დასკვნა, რომ არ უნდა დამენიშნა მისი ოპოზიციური განწყობების გამო, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, გავიაროთ ეს საკითხი. სხვა რამეს ვლაპარაკობ. ადამიანებს უნდათ კონტრიბუცია საკუთარი სამშობლოს მომავალში. ნიკა გვარამიას რომელსაც შეუძლია რომ ამ ადამიანებს ეს შესაძლებლობა მისცეს. რატომ არ უნდა მისცეს? იმიტომ რომ მე თუ მაგ გადაწყვეტილი რომ მე მინდა რომ ცვლილებები მოხდეს, მაშინ მე უნდა ვეძებო ინსტრუმენტები, სწორი ინსტრუმენტები ამ ცვლილებებისთვის და ამ ინსტრუმენტებს მივცე ბოლომდე რეალიზების შესაძლებლობა. თუ მე ამას არ ვაკეთებ და ვეძებ ინსტრუმენტებს კი არა და ჩემს ფასადს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომელსაც მე გულწრფელად გეტყვი, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ 5%-ის დაძლევა მარტო რომ ვიყო არ გამიჭირდება. აი მარტო მე ერთ სახელს და გვარს იმ ადამიანებით, ვისაც მე ჩავთვლი, საჭირო და არავის არ ეცოდინება ვინ არიან.
რა ვიცი, ჩემი და გავყიდო 5 ადგილი. რა ვიცი, როგორც ზოგი პარტია აკეთებს თითო $1 მილიონ ან $9 მილიონ. ესეც ხო ხდება ქართულ პოლიტიკაში და ვერც წარმოგიდგენიათ ისეთ პარტიები აკეთებენ ამას, ხო? და ამიტომ პარლამენტი მაგაზე ვის რა შეაინტერესებს? ეს რატო უნდა მაინტერესებდეს? არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ორი რამ. კი არა და ერთი რამ, ფუნდამენტური რამ, ეს არის ცვლილებები. სიახლეები, ცვლილებები. რა მოაქვს ახალ საფრთხეს? ერთი წამით. ეს ცვლილებები და სიახლეები არ ეხება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაგდებას და ახალი ხელისუფლების მოყვანას. რა თქმა უნდა, ეს პირველხარისხოვანია და მთავარია. ეს სიახლეები და ცვლილებები ეხება მოქმედი პოლიტიკური კლასის შეცვლას. კლასის, რომელიც არის ჩამორჩენილი დროს, რომელიც ვერ პასუხობს დროის მოთხოვნებს და ქართველი ხალხის მოთხოვნებს. ცუდი კი არ არის, რა ვიცი, არაპატრიოტული კი არ არის, მოღალატე კი არ არის, ანუ უტვინო კი არ არის. ამას ხო არ ვამბობ არცერს. ვერ პასუხობს უბრალოდ ეს არის შეფასების ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით ის რაც გვაქვს შედეგად. ეხლა გინდა იქიდან მივდექი, გინდა აქიდან მივდექი, ეს ასეა. უსუსტესია ბიძინა ივანიშვილი. უსუსტესი ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რამდენი ფულიც არ უნდა კონდეს. და დღეს კითხვის ნიშანია იმაზე, შევძლებთ თუ არა მის გადაგდებას. იმიტომ რომ გავერთიანდებით თუ ვერ გავერთიანდებით, სწორად არტიკულაციას გავაკეთებთ რაღაცის თუ ვერ გავაკეთებთ და ამავდროულად. როგორ შეიძლება როცა მოცემულობაა რუსული ხელისუფლება, რომელიც იმდენად სუსტია, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მეორე მხარეს იწყებოდეს იმის გარჩევა, რამდენად სიცოცხლის უნარიანია საერთოდ ეს მეორე მხარე და შეძლებს თუ არა ამას, ხო? როგორც კი ეს განხილვა იწყება, ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის სიცოცხლის უნარიანი და რაღაცა ახალი იმპულსები უნდა მოხდეს და რაღაცა ახალი ადამიანები უნდა გაჩნდნენ, რაღაცა ახალი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა გაჩნდეს. მე არა ვარ ახალი ადამიანი, მე ამას არ ვამბობ. მე ვარ ადამიანი, ვისაც უნდა გზა გაუხსნას და გაუხსნის, არ მხოლოდ მინდა ამას გავაკეთე და კიდევ უფრო მეტად გავაკეთებ. მელიას მე ახალ ადამიანებში ვგულისხმობ, ვინც რაც არ უნდა თქვას. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის ახალი ფორმაციის პოლიტიკური ლიდერია. წერტილი. ვიკამათოთ, მაგრამ წერტილი ეს ასეა. მე მივცემ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია ახლებურად ხედვა, ახლებური მეთოდების შემოთავაზება და გამომდინარე აქედან შეცვლა. ჩემი ინტერესი როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის, ნიკა გვარამიასი, სამი შვილის მამის, ვინც ასევე ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და ვინც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და აპირებს ამ ქვეყანაში სიკვდილს. ჩემი ინტერესი და ამოცანა არის ეს. მეტი მე ინტერესი და ამოცანა ამ ქვეყნისგან და ამ ქვეყანასთან მიმართებით არა მაქვს. ეს არის მისი განვითარება და წინსვლა. დანარჩენს მე თვითონ შევძლებ როგორმე, ჩემს პირად ცხოვრებას, ჩემს პირად შემოსავალს, ყველაფრის დაწყობას, ამას მე თვითონ გავაკეთებ ჩემთვის. მაგრამ მე მართებს ამ ქვეყნის, ეს არის ჩემი სამშობლო, ის რომ მე ვარსებობ, ეს არის იმის შედეგი, რომ ამ ქვეყანაში ჩემი მშობლები ერთმანეთს შეხვდნენ, ეს არის ჩემი ისტორიული საცხოვრისი, მე აქედან წასვლას არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მართებს ამ ქვეყნის, რომელიც მე არა მხოლოდ მიყვარს, არამედ მომწონს. ეს არ არის ჩემი წინასწარ განპირობებული რაღაც გენეტიკურად თანდაყოლილი, მხოლოდ რომ ის მიყვარდეს და სამშობლოს სიყვარული მაინც გენეტიკური ვალდებულებითია რაღაც თვალსაჩინო, მაგრამ ეგრე არ არის. მე მომწონს ჩემი სამშობლო, მე მომწონს ჩემი ხალხი, თორემ ესე მგონია გვერდიდანაც რო უყურებ მომწონს. მე მართებს ამ ხალხის და მე მას მინდა რომ კარგი გავუკეთო. და ამ ხალხისთვის კარგის გაკეთება არის დახმარება რომ მოვიდეს იმგვარი მმართველი ელიტა, იმგვარი პოლიტიკური ელიტა, რომელსაც შეიძლება რომ ქვეყანა ახლებურად მართოს, ახლებურად უყუროს საკითხებს. ნიკა მელია არის მათ შორის და იმიტომ ამბობ, როცა ვერა და ის ადამიანები, ვინ ჩემთან ერთად მოვიდნენ, ვასრულებ, კიდევ უფრო მეტად ახლები არიან, მარტო ყველა ახალი კი არა და ახალმოსული. ამას არ გულისხმობ კიდევ ერთხელ ამბეს, არც ასაკზეა და არც ახლად გაცნობილ სახელებს და გვარებზე. ის ვინც იღებს ახალი თამაშის წესებს, ვისაც აქვს ამისთვის მზაობა, ვისაც აქვს იმის მისწრაფება, რომ ახლებურად შეხედოს ყველაფერს და შეცვალოს, იმიტომ რომ მას ესე უნდა და სიახლე მოწონს, ყველა ესეთი ადამიანი არის ჩემთვის ახალი. მაგრამ ყველა ის ადამიანი, თუნდაც ის ხალხი, ვისთვისაც მე ხმა მიმიცია, ვინც ჩემ პოლიტიკურ მოკავშირედ მიმაჩნია, მაგრამ აი ფიქრობს, რომ აი ეს არის პოლიტიკა, კოორდინატორი, რომელიც შემოივლის ყველას, ეს არის არჩევნები, ის რომ მე ვილაპარაკებ მუდმივად რაღაცის ფასზე, ეს არის მომავლის ხედვა,
ეს არ არის ჩემს სიახლე. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, როგორი ახალი სახელი და გვარიც არ უნდა იყოს, ეს არის ძველი, რომელიც კარგად დავიწყებულია და კიდევ უფრო მეტად კარგად დავიწყებული უნდა იყოს. მოითხოვს, უბრალოდ მე მინდა მაშინ ნიკა, როდესაც ლაპარაკობდა, ნიკა გვარამია, მიიღე თუ არა შენს თავზე ის რომ ანუ ეს ძველი პოლიტიკური პარტიები, ძველი კი ახალ პოლიტიკური ფორმაციის წარმომადგენლად დაგასახელა, მაგრამ იყავი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ხო? მაშინ, როცა შენ იყავი, პასუხობდით თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაში იყო? რა წარმატების მაგალითები რა არის მაშინ? რა არის სწორგზაზე დგომის რეცეპტი, ხო? დიდი მადლობა. მე სამგამათო არ არის რომ პოლიტიკურ სპექტრს ჭირდება ახალი ენერგია, ახალი ხედვა და ახლებური მიდგომები. მე პირადად რატო გავუგე ადვილად მარტივად ეხა ერთია ჩვენი ურთიერთობა ხო წლების განმავლობაში და მეორეა ის საქმე რომელსაც ხელი მოვკიდეთ. მე ვფიქრობ მართლა ძალიან მძიმე, შესაძლოა ძალიან უბრალოდ მძიმე კი ძალიან მძიმე გზა ავირჩიეთ, მაგრამ უტყუარად ძალიან წარმატებული გზა, რომელიც სავსე იქნება გამოწვევებით, მაგრამ ასევე ეს გზა იქნება გამოწვევების გადალახვის გზა. ეს გზა იქნება დიდი სირთულეების სავსე, მაგრამ ამ სირთულეების გადალახვის ასევე გზა და ეს განგებარის არჩეული 3 თვე მიდიოდა ძვირფასო მაყურებლებო ეს მოლაპარაკებები. მძიმედ. 3 თვე 14 დეკემბრიდან დღემდე. მძიმედ რბილად რო ვთქვა, დიახ. და სიმძიმე რა შეგომარებდა. სხვა საკითხებზე ვსაუბრობთ. მათ შორის იმ საკითხზე, რომელზეც ახლა თქვენ გვასაუბრებთ, ხომ? მეც ასე მჯეროდა პირველივე დღიდან, რაც მე ვიყავი ნაციონალურ მოძრაობაში. სამწუხაროდ ძალიან ბევრ ადამიანს ეს ყველაფერი, იცით რა, ჩვენ როდესაც ახალ ადამიანებთან ვსაუბრობთ, მეც ნიკაც გულისხმობდა, თქმა უნდა, გამოცდილ ადამიანებთან გვერდიგვერდ რომ ბრძოლაში იყვნენ, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ გამოცდილ ადამიანს მიმოყარა ამის უფლება არც არავის გვაქვს, მაგრამ არავინ არ გულისხმობს, რომ ვიღაცა უნდა იყოს აქ დეკორაცია. ისე თქვა რომ აქ არის უბრალოდ ახალი ადამიანის სახელი და გვარი წარმოდგენილი და ის უყოს უბრალოდ ქმნიდეს ფონურ ხმაურს ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენ არ მიგვიღიან ნამდვილად და ესეთი ახლები ჩვენ არ გვყავს ვინც ამაზე მე მართლაც მივესალმები ამის ცდელობა მქონდა და სამწუხაროდ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრიგერი რითიც დამთავრდა ეს ერთწლიანი საგა გარკვეულწილად ამასაც უკავშირდებოდა, ხო? გახსოვთ ხო ეპიტეტები, რომ მე რაღაცას ვუღალატე, მე ვიღაცას ვუღალატე, მე რაღაცა ისე კი განგებ მე მიმაჩნდა, რომ სხვა რაღაცეებია გასაკეთებელი, იმიტომ რომ ვარ სტრუქტურულად პოლიტიკოსი იმ დაგვარად მოწყობილი, ვცდილობ იყო ახლოს საზოგადოებასთან საველე სამუშაოების შესრულებისას და ნუ ეს ყველაფერი ხალხთან შეხვედრის დროსაც საველე სამუშაოების სხვადასხვა დრო ერთი და ნიკა ახსენა თავში ერთი და იგივე სკეთებით ერთი და იგივე შედეგს მივიღებდით მე და ძალიან ბევრი ათასობით ადამიანი ამას წლების წინ მივხვდით ჯერ და ვინც ეს გაიაზრა იმ პარტიის ფარგლებში რომელი პარტიის ფარგლებში ვიყავით შედეგებსაც დებდა იქნებოდა ეს ბათუმი იქნებოდა ეს თბილისი იქნებოდა ეს ხალხი თბილისში გდან იქნებოდა ქუთაისი ხატია დეკანოვიძის მაგალითად ბევრი და ბევრი იყვნენ ადამიანები რომლებიც და არიან და იარსებებენ რომელთაც სოციალური შემოგვიყვება სოციალური მცოცავების ასე თქვა კატეგორიაში გავიყვანდი ნამდვილად რა ანუ კაპიტალი პოლიტიკური მათ არ აქვს და 24 საათი სხვაზე საუბარი მიაჩნიათ რომ არის შესაძლებლობა გახდე თვითყოფადი და სინამდვილეში უბრალოდ შეინარჩუნო ადგილი მე მსურდა გამარჯვება ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მე მსურდა წარმატება ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვიღაცებს სურდა წარსულის აწყოში გადმოტანა და შემდეგ ამ წარსულ აწყოში გადმოტანილით მომავალში მოხვედრა მე ვგზნობდი რომ ეს იყო შეუძლებელი ამიტომ აქ ასთა სხვადასხვაობა არ არსებობს და ვერ იარსებებს ძალიან მიხარია უკანასკნელი დღეების განმავლობაში რომ უამრავი ძალიან საინტერესო ახალი ადამიანი გავიცე საინტერესო პოლიტიკაში ახალ ადამიანს რო თავი დაანებოთ უბრალოდ ახალ ადამიანს რო იცნო და ახალი თანამებრძოლი როდესაც ყავს ეს არის უკვე მამოტივირებელი და საინტერესო ენერგიის მომცემი ჯერ კიდევ ამ ორმა დიდმა გუნდმა ერთმანეთი ვერ მოასწრო ფიზიკურად გაერთიანდნენ
როდესაც გადაწყვიტე რომ ნიკასთან მისვა იცით თქვენ ახსენეთ ერთობები მე ვფიქრობ ჩვენ ერთობანი არ უნდა ვითამაშოთ ჩვენ ბუნებრივად მივხვდით რომ ეს გაერთიანება არის ბუნებრივი ეს გაერთიანება არის საზე დამოკიდებული აი რა გაახლოებთ თავარი რაც გაახლოებთ და რაც თქვენ ერთობას და ქმნის მყარს საინტერესოა არც მე და არც ნიკა ოდესაც საუბრობთ ყოველ ჩვენ თავს არ წარმოვადგეთ ხო თქვენ იცით ამ 1 წლის განმავლობაში ახლა მე საუბრობ თავისუფლებას მისურვოთ მართლაც ათასობით ადამიანს უკვე ჩვენ საერთო გუნდის წევრებს წარმოვადგეთ მართლაც ათასობით ნუ ვიღაცას ჯერა ვიღაცას ჯერა არჩევნების შედეგებით გამიჩნდება რატომ არ თქვა რომ 10,000 ხო იდეურად შევეწყოთ ბევრ ადამიანს არც ვიცოდით ჩვენ მივხვდით იმისა რომ ვიყავით ამდენი ხანი ერთი პარტიის რიგებში ხა დიდი პარტია იყო და ბევრს არ ვიცოდით ფიზიკურად ხო არც ისინი მიცნობდნენ ხა შორიდან კი ბატონო მე ვფიქრობ რომ ორი გუნდის გაერთიანება არ იყო მარტივი პროცესი და ამას დაჭირდა დიდი დრო იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ეს პარტია იქნება ტრადიციული პარტია ეს პარტია არ იქნება ის პარტია რა მოლოდინიც მავანს აქვს ნუ თითქოს უნდა იასპარეზოს ეს საარჩევნო ციკლში შეიძლება ის იყოს საპარლამენტო და ადგილობრივი და მორჩა კუს დაიხუროს ვინც არა ტრადიციული წელვადიანი პროექტი არის პარტია რომელსაც აქვს ამბიცია რომ იყოს წელვადიანი პროექტი ოპოზიციური პარტია ამაში ვარ მე მართლა არა უბრალოდ დარწმუნებული ვიცით ჩვენ აი თქვენ თქვით რომ ისაუბრარი იყო აქ გადაღლილობაზე ოპოზიციურ სპექტრში ასე კი დიწილად ვიზიარებ ამას მაგრამ ჩვენ გვიმაგრებს ზურგს ცოდნა თუ მიკრო გამარჯვებები მაინც როგორ მოვიპოვოთ ნიკასაც თავის საქმეში მე ჩემს სფეროში მაქსიმალურად რაც შეიძლებოდა მე ვფიქრობ რომ მიკროწარმოებებისთვის ჩვენ ვარცხლისა მიკრო იყო წარმატებები მიკროწარმოებები უბრალოდ აქ მასშტაბის გაზრდაზეა ახლა საუბარი და დამტვრგუნველი დიახაც გამომფიტავი იყო როდესაც შენ წინააღმდეგობების გადალახვა გიწევდა გუნდის შიგნით როდესაც სიახლეზე ლაპარაკობდი ხო ნუ ვიღაცა გითვლი და მტრობაში როდესაც შენ 24 საათი არ საუბრობდი მაგალითად პარტიის დამფუძნებელზე ხა ალბათ გვიყურებს და მოკითხვა მას როგორც ხა პატიმრს ნამდვილად და პოლიტიკური პატიმრობა როგორც მოვლენა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ხო კი თვლიდნენ როდესაც ეთერი ყოფილა ეთერები როდესაც დამიწყე და დამისრულებია როგორ მოხდა 1 საათის განმავლობაში ეს მოწლების წინ რატო არ ახსენა ნიკა მელიამ 1 საათი ისაუბრა ეთერში ეკაკვესიტაძესა და რატო არ ახსენა მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი ნუ არასოდეს არ თვლიდი რომ მე ვარ ერთი კაცის პარტიაში პირდაპირ გეუბნებით მე მქონდა ის მორალური უპირატესობა მაშინ როდესაც მივედი 13 წელიწადი იყო გვინდოდა გამარჯვება ხო პატივს ვცემდი ყველა ადამიანს მაგრამ მიმაჩნდა რომ საკეთებელი იყო ის რასაც ვაკეთებდი ბერმა გაიზიარა ბერმა არ გაიზიარა ახლა ვგზნობ რომ 100% იზიარებს იმ საკეთებელს რაც არის განსაკეთებელი და როდესაც ერთსულოვნება არსებობს როდესაც მაღალი მოტივაცია სულთა რეპუტაცია კომპეტენცია პროფესიონალიზმია სიამოვნებს ნამდვილად იმ ადამიანებთან ურთიერთობა დღეების განმავლობაში ვინც მე გავიცანი და მე ყველა ვერ გახდება პოლიტიკური ლიდერი ბუნებრივია მაგრამ პოლიტიკური პარტიის წევრი და პოლიტიკური პარტიის გახელისუფლების შემდეგ ეს ადამიანები საკმაოდ პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებებით რო დაიკავებენ სულთა რეპუტაციით გამბედაობით პროფესიონალიზმით მოუსყიდაობით გაუტეხლობით ეს მონოპოლარია ჩვენ გუნდს რომელიც გავერთიანდით ეხლა ნიკას გუნდი და ჩვენი გუნდი დიახაც აქ არის უკვე ბრძოლაში გამომძვენდილი ხალხი წლების განმავლობაში ბევრ მათგანს საზოგადოება იცნობს ბევრს არ იცნობს და აი ეს კომბინაცია აი სინთეზი მე ვფიქრობ იქნება ძალიან წარმატებული და თავისუფლებას ვაძლევს სულ ცოტა ხანში საზოგადოებას უთხრა სულ ცოტა ხანში ამაში ყველა დარწმუნდებით ჯერ უკვე არჩევნებამდე ეს პარტია გადაიქცევა თავარ ოპოზიციურ პარტიად და არჩევნების შემდეგ იქნება თავარი ძალა სხვებთან ერთად რომელიც დააკომპლექტებს კოალიციურ მთავრობას მე ამაში კი ბატონო ჩვენ ვისაუბრებთ ნაციონალურ მოძრაობაზეც იმიტომ რომ ეს კითხვები არის მაგრამ მანამდე მინდა ნიკას ვკითხო აი რომ აუხსნათ ამომრჩეველს მაყურებელს ამომრჩეველს რომ აი რა არის ამ ახლებური ხედვა ის რაც ფიქრობ რომ განასხვავებს მათ ძველი თაობის პოლიტიკოსებისგან ხო აი რას იძლევიან ისინი მათ არ აინტერესებს წარსული ისინი არ ლაპარაკობენ 24 საათიან რეჟიმში
24 საათიან რეჟიმში არ ლაპარაკობენ იმაზე, ან რა კარგი იყო წარსული, ან რა ცუდი იყო წარსული. Თორე მათ შორის შრომის ეთიკაც მაინტერესებს, მათ შორის საქმისადმი დამოკიდებულებაც, მათ შორის გამარჯვების აი ეს რო არ აინტერესებს. ერთი გამბედავები არიან, ერთი არა დამოკიდებულები არ არიან არავისზე, ანუ როგორ შეაფასებენ, გინდა მიხეილ სააკაშვილს, გინდა ვიღაცა სხვას. ამაზე არ არის დამოკიდებული მათი პოლიტიკური მომავალი. ისინი თავისუფლები არიან ამ შეფასების. ჩვენ არ შევკრებილვართ იქ იგივე მიშა სააკაშვილის ირგვლივ, ან ნიკა გვარამიას მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ირგვლივ. ისინი მენდნენ, ახლა ნიკას ნაწილი მეორე ნაწილია, იმიტომ რომ ის მაინც უფრო ტრადიციული და ასე ვთქვათ ფორმირებულია. ჩვენ სულეთ ახალი ვართ. ისინი ნიკა გვარამიას ირგვლივ და მისი ფანები იქ არ შეკრებილან. ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკეთ, ჩვენ ვენდეთ ერთმანეთს, ჩვენ მოგვეწონა ერთმანეთი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ თანამოაზრეები მომავლის ამოცანების გადაჭრაში და ვიყოთ დიდი ხანი თანამოაზრეები. მე არ ვიქნები იმდენი ხანი პოლიტიკაში, რამდენიც ისინი იქნებიან, რამდენი ხანიც ნიკა იქნება. მე ცოტა განსხვავებული ხედვა მაქვს და ამაზეც ვიტყვი თუ გაინტერესებთ, მაგრამ მე მინდა რომ ეს პოლიტიკაში ვარ და პოლიტიკაში. არა, მე პოლიტიკაში ვიქნები, ხვალ კი არ მიმდივარ, მაგრამ საერთოდ ვამბობ, ჩემი ვექტორი არის ცოტა განსხვავებული ამ ტრადიციული პოლიტიკოსებისგან, როგორც გვერდიც მიზის და დარწმუნებული ვარ, პარტიაშიც ბევრი მყავს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ამოსავალი წერტილი იყო მეპოვნა ადამიანები, რომლებიც ერთი და იგივეს კი არ მეტყოდნენ მიშაზე, ერთი და იგივეს კი არ მეტყოდნენ ნიკაზე, იმას კი არ გაარჩევდნენ ნაციონალური მოძრაობის 9 წელი, კარგი იყო თუ ცუდი, ქართული ოცნების დამოკიდებულება ამის მიმართ სწორია თუ ცუდი, ქართული ნაციონალური მოძრაობის შეფასების მიმართ. არა, საბაზისო დამოკიდებულება იყო შემდეგი, რამდენიმე. პირველი, საქართველოს უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. მეორე, ქართული ოცნების ხელისუფლებასთან ეს ამოცანა თავსებადი არ არის. მესამე, ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი კომპეტენციის, გამბედაობის და პრინციპულობის ფარგლებში და კონსტიტუციით დაშვებული გზებით, რომ ეს ყველაფერი გახდეს რეალობა და ხვალინდელი წარმატებული დღე მოვწიოთ ახლოს. ანუ ჩვენ თვითონ დავაყენოთ ეს, კი არ ვიმკითხაოთ, კი არ შევაფასოთ, ვიღაცას კი არ მოუყვეთ, რა გგონია გამოსავალი, არა, ჩვენ დავსახოთ გამოსავალი და ეს გამოსავალი დავაყენოთ. იმიტომ რომ, წარმოუდგენელია უკვე იმის მოსმენა, რა აშენდა 9 წელში, წარმოუდგენელია იმის მოსმენა, რა საშინელი იყო ეს 9 წელი, გავიგეთ, ეს 9 წელი იყო 20 წლის წინ, მეგობრებო. 20 წლის წინ, 2004-12 წლები იყო 20 წლის წინ პირდაპირ მნიშვნელობით. 22 და ვიღაცა ამაზე ლაპარაკობს პიიტეტით, ვიღაცა ლაპარაკობს ამაზე ზიზღით, გავიგე, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს. მე მგონია რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ჯერ ესეთი წარმატებული წლები არ ყოფილა, მაგრამ რამდენი წელი ვილაპარაკო ახლა ამაზე? ეგ მაინტერესებს. რამდენი ხანი ვილაპარაკო ამაზე? ან ქართული ოცნება სალაპარაკო მართლა არაფერზე არა აქვს სხვაზე, მაგრამ ტრაგედია იმაშია, რომ ქართული ოპოზიციური ძალების პრობლემაც იმაშია, რომ შეფასებითია ქართული ოპოზიციური ძალების დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. ყველაფრის მიმართ. და შეფასებითი ყველაფერი არის წარსულთან კავშირში. ამ ქვეყნის პოლიტიკურ ლექსიკონში მომავლის დრო არის დაკარგული. აი გრამატიკული დრო მომავლის გამქრალია უბრალოდ. ის ანეხება რაღაცის შეფასებას, ან ლაპარაკობს აწმყო დროით, რომელიც კატასტროფიულია. ეხლა გაგიკვირდებათ, ეხლა ყველა, რა ვიცი, დღეთენდება და დღეღამდება ეს პარტია ჩემზე რო ლაპარაკობს. არ ვიცი რატო, რა შუაში ვარ, მაგრამ მაინც ხო, ერთ-ერთი პარტია. მაგრამ არის ესეთი პარტია, მაგრამ ის ლაპარაკობს რაღაცას მაინც, რაც არ ვეთანხმები ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ლაპარაკობს მომავალზე. მცდარად, არამცდარად, სწორად არც რა მნიშვნელობა აქვს. მომავალზე ლაპარაკობს. კიდე ერთი არის ეგეთი პარტია, რომელიც სისულელებს, მაგრამ მომავალზე ლაპარაკობს. გულწრფელად გეტყვით. მათ უფრო ვკითხულობ, ვიდრე კონვენციურ სიბრძნეებს წარსულთან დაკავშირებით, რომ აღარ შემიძლია. ვიცი წარსული რაც არის, შეფასებული მაქვს, წაკითხული მაქვს, მე თვითონაც შეფასებული მაქვს, სხვისთვის მიკითხავს, ჩამოვყალ, გავიგე, მეგობრებო, და წარსული, იმიტომ არის წარსული, ის დასრულებულია დროის კონტინუუმში. დაამთავრდა დიდი ხნის წინ. ეს არის ამ ადამიანების, ნახეთ, ბოდიში ვამთავრებ. და აქ მოვლენ ეს ქალები, 4 ქალია. ბევრ უფრო მეტი ქალია უბრალოდ. არა, აქ ვინც მოვა ის არის 4 ქალია, აი წარმოიდგინეთ უბრალოდ მე და მელია ეხა აი ამ აკროქალები მოვლენ იმათ როგორ მივაღებინებთ რამე გადაწყვეტილებას დაგვღეჭავენ და გადაგვაფურთხებენ თუ დაჭირდათ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ძალიან წარმატებული
ძალიან ღირსეული ადამიანები არიან. რას ნიშნავს გადაწყვეტილებას მივაღებინებთ? გამორიცხული ამბავია, მეგობრებო, ეს და სუსტად ეგეთი ადამიანები რო არიან, იმიტომ არის ჩვენთვის ეს ხალხი საინტერესო. იმიტომ რომ ნახეთ ეს ადამიანები, რომელსაც ხელი აუქნია და თქვა, ხელი აუქნია და ტაში დაუკრა, რა გადაწყვეტილებებს იღებენ. და ჩვენც უქნებდით ხელს და უკრავდნენ ტაშს, მაგრამ ეს არასოდეს არ ყოფილა შედეგიანი. ბოდიში და ვასრულებ. ბოლოს ამ საკითხთან დაკავშირებით. მეგობრებო, მე მინდა ხა ყველას მიმართო. საკუთარ საქმეს მიხედეთ. თქვენს სივრცეში ხوار შემოვდივართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, ჩვენ ამას ვგეგმავთ და ჩვენ მიზანს მივაღწევთ და შედეგს დავდებთ. პრობლემა ის არის, რაც გჭირთ თქვენ, ყველა თქვენთაგანს. ჩვენი ხედვით, მაგრამ თქვენ შეხედეთ საკუთარ თავებს და იზრუნეთ საკუთარი თავის განვითარებაზე. მხოლოდ გაგვეხარდება მაღალ შედეგებს თუ აჩვენებთ. კი ბატონო. მაგრამ ის რომ ახლა რაღაცა ცალკარა ითამაშოთ, გავიგე ჩვენი დუმილით ნუ ის არის. ნუ ის არ გებია. ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობთ. ნაციონალურ მოძრაობას არ გულისხმობ, არც ვილაპარაკებ. არ არის ნაციონალური მოძრაობა ის მოცემულობა, რომელსაც მე დაუთმობ 24 საათს, იმიტომ რომ ვაგინო. იმიტომ კი არა, ანუ რაღაცა ჩატეა და არასერიოზული. არა, იმიტომ რომ მე ის არ მიმაჩნია ამ ქვეყნის მტრად და არ ჩემს მტრად. და ვისურვებდი რომ იგივე დამოკიდებულება იყოს იქიდანაც. თუმცა ძალიან სამწუხარო განცხადებებს ვისმენთ 2 დღე არ ვიცი რატომ, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ამ ქვეყანაში ცვლილებები. თუ ამ ცვლილებებს ხელში უშლის ნაციონალური მოძრაობა, ძალიან მწუხარ, მაგრამ ისიც შეიცვლება. მაგრამ ზუსტად ვიცით, ვინ უშლის ამ წუთში ამ ცვლილებებს ხელს. ეს არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი. და ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ ეს ხალხი შეიცვალოს. კი ბატონო, აი ნაციონალურ მოძრაობაზე მინდა გითხოთ, ეს შეუძლებელია რომ არ გითხოთ. ნიკა, ანუ ზოგიერთი ძალიან ბევრი ადამიანის თვალში ნიკა გვარამია კიდევ უფრო ნაციონალად აღიქვება, ვიდრე ნიკა მელია. ეგ ვინ არის მითხარით? ხო, იმიტომ რომ თქვათ, მოყოლებული წინა ხელისუფლების წევრი იყო და უფრო აღიქმება როგორც პარტნიორი მიხეილ სააკაშვილის, როგორც ნაციონალური მოძრაობა თავისი იდენტობით. ნიკა იდენტობა აქამდე იყო ნაციონალური მოძრაობა. ნიკას თქო მომისმინოს და ტელეფონით დადოს. კარგად გისმენთ ძალიან. და ნუ ნიკაც პარტიული ლიდერი იყო რასაკვირველია და მისი იდენტობაც, თუმცა 1 წელი ამ იდენტობის გრევას მოახმარა და ახალი იდენტობა ასაშენებელი აქვს სავარაუდოდ, იმიტომ რომ ის იდენტობას ებრძოდა თავის ძველ იდენტობას და ეხლა ახალი იდენტობისთვის იბრძვის და გონია რომ იგივე ეტაპი გაქვს თქვენ. აი რითი რამე იდეოლოგიური არის ის, რაც განგასხვავებთ ნაციონალური მოძრაობისგან, რის გამოც წამოხვედით, არა მხოლოდ რაღაცა პიროვნული კონფლიქტები, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება. აი, როდესაც ადამიანი, ხო, გიყურებთ თქვენ და ნაციონალურ მოძრაობას, აი, სხვა პარტიებზეც ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ იდენტობის პრობლემა ყველა პარტიას აქვს. იდენტობა ყველაზე ძლიერი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, თუნდაც იმ 9 წლიდან გამომდინარე მოყვება მას ეს თავისი მემკვიდრეობა, როგორც იდენტობა, ხო? მნიშვნელოვანი სიტყვაა მოყვება. კი, მაგრამ დღეს თქვენ რა გაგასხვავებთ ამ პარტიისგან იდეოლოგიურად, ხედვით, პრინციპებით, ღირებულებებით, რა განასხვავებს ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს ერთმანეთისგან იდეოლოგიურად? ნაციონალურ მოძრაობას და ლელოს არაფერი, უბრალოდ მე იდეოლოგიური იმიტომ რომ ის ამბობს, რომ ჩვენ არ მოგწონს მიხეილ სააკაშვილი, ამბობს ნაციონალურ ლელოს წევრები ამბობენ ამას, ეს არ არის იდეოლოგიური განსხვავება. ხა ლელოს ნუ ეწყინება რა ვიცი გირჩს. აი მაგალითად მე ვიცი რა არის გირჩის განსხვავება იდეოლოგიურად, ხო? იდენტობა აქვს გირჩს თავისი მემარჯვენე, მკაფიო, მემარჯვენე ნეოლიბერტარიანიზმი არის, ლიბერტარიანიზმი არის მათი იდეოლოგია, ხო? და განსხვავება მათი იდენტობა გასაგებია. მე მაინტერესებს თქვენი იდენტობა რა იქნება და რითი იქნება ის განსხვავებული ნაციონალური მოძრაობისგან, ვისთანაც, რასთანაც იყავით ასოცირებული წლების განმავლობაში. ნიკამ დაიწყოს რა. ხო, რა, არა, იდენტობა რა, რატო იქნება თუ შეიძლება მაშინ. ხო, ნუ პირველი. იდეოლოგიური განსხვავება არ დგინდება იმით ნაციონალური მოძრაობისგან იდეოლოგიური განსხვავების, ასე ვთქვათ,
თავარი ასე ვთქვათ, განმაპირობებელი დიფერენციალი ასე ვთქვათ არ არის ის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება გვაქვს. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ზოგიერთ ნაციონალური მოძრაობის წევრთან და ლიდერთან შედარებითაც ბევრად უფრო მკაფიო დამოკიდებულება მაქვს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, პირდაპირ. და ხანგრძლივი. ნუ ჩემი მეგობარია და იმაჩნია ერთ ძალიან მაღალ აზრს გამოთქვავდით მასზე. მაღალი როგორი აზრიც მაქვს, ისეც გამოვთქვამდი. მაღალი აზრის ვარ, მიმაჩნია რომ ის არის ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პოლიტიკოსი. ბევრისგან ვინც ნაციონალურ მოძრაობაში ეხლა არის, რა ვიცი, ფლაგმანი და დროშა, განსხვავებით სხვათა შორის, რომლებიც ითხოვდნენ მის ჩამოხრჩობას სხეულის ყველა ორგანოთი. თუ ნაწილით და ასე შემდეგ. ეხლა ეგ ცოტა სასცილო ჟღერს ვიღაცებისგან შეუშევ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. მე არავის არ ვეჯიბრები, არაფერი. მე ლაპარაკობ ჩემს მეგობარზე და ასევე ისტორიულ ფიგურაზე, რომელსაც ვაღიარებ და ამაზე არაფერი არ შეცვლის. ეხლა რომელ პოლიტიკურ პარტიაშიც არ უნდა ვიყო, მან ჩემზე რაც არ უნდა თქვას და ასე შემდეგ. არ მაინტერესებს საერთოდ, ეს ვერ შეიცვლება. იდეოლოგიური განსხვავება სხვა რამეშია. ჩვენ ვართ ცენტრისტული პარტია, ოდნავ მარჯვნივ, მაგრამ ცენტრისტული პარტია. ნაციონალური მოძრაობა ამ წუთში არის ღრმად მემარცხენე პარტია, ძალიან შორს სიღრმეში შესული მარცხნივ, იმიტომ რომ ფასებზე, პენსიებზე, კარაქის პაჭკების დაკარგვაზე და litrობით ბენზინის დაკარგვაზე კი არ დავცინი ეს ხვები ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და საზრუნავი ამ ქვეყნის აბსოლუტურად არ დავცინი თქო მაგას გეუბნებთ, მაგრამ ეს არის პირდაპირ მემარცხენე ასე ვთქვათ შიფტი აღებული. ნუ ეს პარტია IPP-ის წევრია ევროპის ასე ვთქვათ მემარჯვენე პარტიების ალიანსის, მაგრამ ნუ ხედავთ ჩინარს ხო ლეიბორისტული პარტიის ნიშაზე ზის დღეს ნაციონალური მოძრაობა. თუ იდეოლოგია გაინტერესებთ, იდეოლოგიურად ჩვენ ამას ასე არ ვხედავთ. იდეოლოგიურად ჩემთვის მკაფიოა რომ არსებობს სფეროები, სადაც მე მარცხნივ, ოდნავ ცენტრიდან მარცხნივ უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო, იმიტომ რომ ეს სფეროები იმსახურებს პროტექციონიზმს, ეს არის განათლება ყველა შემთხვევაში, სოციალური უზრუნველყოფა ყველა შემთხვევაში. მაგრამ ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მაგალითად გონია რომ მარჯვენა პოზიცია უფრო სწორია, ბიზნესის რეგულირების კუთხით მარჯვენა პოზიცია უფრო მგონია სწორი, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა რაზეა იდეოლოგიურად, მე პირადად არ ვიცი. თორე ნაციონალური მოძრაობა რაზეა იდეოლოგიურად ვიცოდი, როცა მე ხელისუფლებაში ვიყავი, მთავრობაში ვიყავი, ამ გუნდის წევრი ვიყავი, ბენდუკიძე დაიწყო ეს ყველაფერი, მე რაღაცით გაგრძელდა და ასე შემდეგ. მაშინაც სულად არ იგებდა რა მოხდა მე ეხლა ეს დასაძრახი კი არა, დღესაც არასწორად არ იგებენ ამ ვაუჩერებს. ახლა რატომ უნდა ვიყიდო ყურძენი ამ რაოდენობით, როდესაც შემიძლია რომ უკეთესად მომემსახურა სოფლის მეურნეობას და ეს უბრალოდ დოტაციური არ იყოს, მე ეს არ მესმის, არც მაშინ არ მესმოდა, არც ახლა და არც მომავალში ვერ გავიგებ, მაგრამ რა იდეოლოგიაზე მკითხეთ, პასუხობთ იდეოლოგიურად. ანუ მიშა სააკაშვილს როგორ შეიძლება გადიოდეს იდეოლოგიური განსხვავება ნაცმოძრაობიდან? მაგალითად, ეხლა თქვენ მითხარით ერთ-ერთ პარტიაზე, რომ იდეოლოგიურად ისინი იმით განსხვავდებიან ნაცმოძრაობისგან, რომ იძახიან, რომ მიშა სააკაშვილი არ მოგწონს. ეს როგორია იდეოლოგიური განსხვავება? არა, მაგრამ დღეს პარტიის იდეოლოგია, პარტიის იდენტობა დღეს არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი? ეს ნაციონალურ მოძრაობას. თუ ნაცების პარტიის იდენტობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, ეს ძალიან დიდი პრობლემაა მათთვის. აი დავამატებ მე როცა იქ ნიკა. აი ვასრულებ უკვე და ნიკაზე გადავა. ეს პრობლემაა მათთვის, ხო? მიშა სააკაშვილს არ ჭირდება ნაცები და მისი პარტია იმისთვის, რომ იდენტობა შექმნას. ეს იდენტობა არსებობს და მას აქვს ეს იდენტობა. და პარტია ხო რატო არსებობს? რაღაცა ხო უნდა დაამატოს ამ იდენტობას. ანუ თავისი ხო უნდა ქონდეს. ანუ მიშა, მაშინ რა საჭირო არის? ანუ მიშა ცვლადია ყველა დანარჩენი, ანუ მიშა არა აქ ვინ არიან დანარჩენი. ამომრჩეველი აძლევს ხმას მიხეილ სააკაშვილს, ჯერამისი მოწოდრაც გაკეთებულია და არის მისი ერთგული ამორჩეველი ნაციონალური მოძრაობის დიდი ამორჩეველი. ნიკამგასცეს პასუხი მე არ მგონია რომ ეს ასე იყოს და თუ ესეა ეს ძალიან ცუდია. თუ ესეა ეს ძალიან ცუდია. მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ჩვენ მივალთ შინაარსებამდე და ჩვენ მივალთ შინაარსებამდე რომ ჩვენ ეს გვაინტერესებს ამ წუთში ჩვენ სხვანაირად უყურებთ სამყაროს. ჩვენ არ ვიტყვით რომ ყველას პენსია უნდა ქონდეს 1000 ლარი. მაგალითად როგორც არა მარტო ნაცმოძრაობას არც უთქვამს ეს. სხვა ბოდიში ნიკა ბაში ბარემ დავსავ დღეს რომ უკაცრავად ერთი კითხვას დავსავ, აი რო აიღო ქარდები პოლიტიკური პარტიების, ნაციონალური მოძრაობა, ლელო და გახარიას აბსოლუტურად აი ვერო წაიკითხო და რო არ ეწეროს ამ ფერით რო ვერ მიხვდე ვინ არის ერთი და იგივე დაპირებებია პენსიები არ არის ჩემი პრობლემა მე პენსიებთან დაკავშირებით პენსიები დახმარებები უმუშევრობის ფასები ასე შეგვიძლია ჩვენ ვიტყვით რომ პენსიის მომატება არის მნიშვნელოვანი იგი უნდა მივიდეს ევროკავშირის მინიმუმამდე მაინც მაგრამ მომატება უნდა იყოს კვალდაკვალ საბიუჯეტო შესაძლებლობის ანუ დაიწყოს ყველაზე მოწყვლადი ფენებით ანუ ვისაც ძალიან უჭირს ჯერ იმას უნდა მოემატოს მე შემდეგ და როცა შევძლებთ რომ ესეც იქნება განსხვავება თქვენ შორის ანუ ამას განსხვავება ყოველთვის იქნება შინაარსებში იმიტომ ჩვენ გვინდა შინაარსებზე ვილაპარაკოთ ეს განსხვავებები იქნება რომელიღაც ფიგურასთან დამოკიდებულება
ვერ შექმნის ამ განსხვავებას თუ ფიგურა არ არის ვლადიმერ პუტინი. ვლადიმერ პუტინისადმი განსხვავებული დამოკიდებულება თუ გვაქვს ამ ბიძინავიანიშვილისადმი, რომელიც ჩემთვის მისი გაგრძელება, მაშინ რა თქმა უნდა იდეოლოგიური განსხვავებაც გვაქვს და ყველანაირი განსხვავება, მაგრამ ჩვენს ნაცმოძრაობასაც ლელოსაც ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ხო? ნუ ჩამოთვალთაგან ამ სამს მაინც პუტინის მიმართ და ბიძინავიანიშვილის მიმართ ერთი და იგივე პოზიცია გვაქვს. და ამ თვალსაზრისით ჩვენ განსხვავებას ვერ გვიპოვით ერთმანეთში. მაგრამ ყველა სხვა თვალსაზრისით, მათ შორის კვალიფიკაციის პროფესიონალიზმის და თავდადებისას და გამბედაობის თვალსაზრისით იპოვით განსხვავებებს და ჩვენ ამ განსხვავებებს დაგანახებთ. და ჩვენ მე და ნიკა კი არა პირველ რიგში. ის ხალხი, ვინც შემდეგ შემოვა ამ სტუდიებში, ისინი უფრო დაგანახებენ. კი ბატონო. ძალიან საინტერესო არის. კიდევ უფრო ვეცდები დაწვრილებით გიპასუხოთ. არამედ არც პარტიების დასახელება, არც მით უმეტეს პერსონიფიცირება, ყველა ისედაც გაიგებს, ერთ წლის განმავლობაში ვსაუბრობდი ამაზე და არ მხოლოდ ამაზე. მე პირადად მიმაჩნია, რომ იდეური განსხვავება ვერ იქნება სუბიექტთან და ადამიანთან, თუ ჩემის აზრით იქ საერთოდ იდეა მოგვტყვა. ახლა როდესაც მე ვსაუბრობ, ნიკა საუბრობს, თქვენ საუბრობთ, ნუ აი მაყურებელი ხარ, ხო, კადრში ვარ, ჩემს უკან არავინ არ არის, არავინ არ მართავს. მე ვარ შეცდომას დავუშვებ, მე ვუშვებ, წარმატებები იქნება, ჩვენი წარმატება, გუნდის წარმატება. მე ვფიქრობ, რომ ხალხის ინტერესის ასახვა პოლიტიკაში, ოპოზიციიდანაც, ხელისუფლებაშიც, როდესაც მოვა პოლიტიკური ძალა, დაწყებული ასე ვთქვათ, თვითმმართველობიდან გაგრძელებული მათ შორის სამართლიანი მართლმსაჯულება, სადაც ხალხის ჩართულობა უნდა იყოს მაღალი და ეს არის მნიშვნელოვანი. როდესაც შენ ოპოზიციურ პარტიას ცლი ხალხის ინტერესისგან, ეს ჩემთვის და ათობით ათასი ადამიანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. რატო პერსონალური დაპირისპირება არაფერ შუაში არ იყო? მე შემიძლია პირში წყალი ჩამეგუბებია, დისკომფორტი არ შემეგდა საკუთარი თავისთვის და ათობით ათასი ადამიანიც ასე მოიქცევდა, მაგრამ მე ვიქნებოდი ხალბი თავიდან ბოლომდე. მე ჩემ თავს დავკარგავდი. მივიღეთ ის გადაწყვეტილება ტკინვეული, ნამდვილად ტკინვეული გადაწყვეტილება იყო. ამიტომ თუ რაიმე განსხვავებაა ჩვენ შორის რამდენად გაგეცით პასუხი, აი ეს არის ფუნდამენტური განსხვავება. ანუ თავისუფლების ხარისხი დიახაც, ის მინიმუმ ამ პარტიაში არავინ არასოდეს 20 წლის შემდეგ არავინ არ წამოაძახებს, რომ შენ ამ და ამ წელს ოპოზიციას რატო მიეცი ხმა? ეხლა მოდი ძალიან გუწყვეტ არა კონფრონტაციულად, ენაცოლოს ჩემი თავი ყველა კრიტიკოს, მაგრამ დღემდე მაძახებენ, რომელიც მაძახებენ რომ 2000 რომელიღაცა წელს უცებ ნაციონალურ მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, მე ნაციონალურ მოძრაობის სხვა ამიცი ეს არის 2012 წელი მანამდე. და უცბად გამოვედი ეთერში და თქვი, რომ არ ვინდოდი და არ მივეცი. მიმაჩნდა რომ პრობლემა იყო, დიახაც სანდრო გიგლიანთან დაკავშირებით პრობლემა იყო, ხო? ნამდვილად, ხო? და არ მივეცი იმ კონკრეტულ არჩევნებზე. დღემდე მაძახებენ, რომ ეს ცუდი კაცია, აქ არ მოხდება მსგავსი რამ. მე ოფისში ვნახე ადამიანები, ვინც 2021 წელს ხელისუფლებას, ანუ ქართულ ოცნებას მის ახალგაზრდა ხალხი. ხმა, ვიხარია, ნამდვილად ვიხარია, იმიტომ რომ მე ვიცი გდანი როგორ მოვიგეთ, ეკა. ერთადერთი ოლქი. მე ვფიქრობ, რომ რაღაცეები ვიცით, ვისწავლეთ. თელ საქართველოში რა გავაკეთეთ განსხვავებული, არაფერი არ გავაკეთები განსხვავებული, რაღაც განსხვავებული მიდგომა ვიპოვეთ და 300,000-იან გლდანში ვთქვით, რომ ჩვენ სხვა ვართ, სხვა დამოკიდებულება გვაქვს, ის წარსული მტკინვეული ნაწილი წარსულში დარჩა, მომავალი არის ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი და მე ამის გარანტორად გამოვდიოდი, გესმით? და მთელი ამ წლების განმავლობაში რაზეც საუბრობდი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია, ეს პრობლემა წარსულშია, უცბად დავინახე დასახელების გარეშე, რომ არათუ წარსული აწყვა, რომელსაც მომავალში უნდა მოსვლა და ერთადერთი ოლქი აღმოჩნდა გლდანი ნამდვილად და გულწრფელობამ იმუშავა და ამ გულწრფელობას ახლა რო წამოიშველება ათობით განსხვავებული ადამიანი ჩვენი ძალა გახდება განსხვავებულობა. ჩვენ არ ვაშენებთ 7 და 8%-იან პარტიას. ეს პარტია გახდება სახალხო მეინსტრიმული პარტია. ჯერა კითხეს მეგობრებმა. გინდათ გიპასუხოთ, აი რა ამბიცია შეიძლება გქონდეს ელექტორალურად ამ პარტიას. მე უსურვებ წარმატებას იმ პარტიასაც, სადაც ბევრი წესიერი ადამიანი არის დღემდე და შიდა პიროვნული კონფლიქტი აქვს. მე ვიცი, მე ვგზნობ
და განცდის გაორება არიციან რა გააკეთონ და ჩვენ არ ვმუშაობთ რომელიღაცა კონკრეტულ ცალკე აღებულ პარტიულ რაღაცა სეგმენტზე ელექტორალურზე არა ღმერთად ნუ ინერვიულებს მართლაც ცუდად გამოიყურება ნებისმიერი ადამიანი ვინც ტრადიციული პარტია რომელიც შეიძლება 20 წელიწადია არსებობდეს და 20 წლის თავზე შენ დაგიდგა ის რაღაცა აუცილებლობა რომ ისაუბრო შენს იდეურ უპირატესობაზე შენ ხედავზე კი არა ამტკიცო რა არის შენი საარჩევნო ნომერი 20 წელიწადია ის ვიცით რა მართლა უსულო საგნები ხო არ არიან ამორჩევლები მართლაც სხვა ტიპის არჩევანს აკეთებენ რა მე ვფიქრობ აქ იქნება განსხვავებული ადამიანები ეკლექტური, კარგი გაგებით, კარგად დაბალანსებული გუნდი, რომელიც იმუშავებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე, სხვადასხვა რეგიონებზე, ნამდვილად, იმიტომ რომ კონტრასტია რეგიონალური დიდი, პატარა კი არის მცირე ჩვენი ქვეყანა, მაგრამ უდიდესი რეგიონალური კონტრასტია და მე ვჯერა, რომ ამ პარტიას ექნება დიახაც სენსაციური შედეგი წელს არჩევნებზე. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მართლები ვართ. შეგვიძლია მორალითაც და სიმართლით და კომპეტენციითაც და პროფესიონალიზმით ბრძოლა. ნიკა, ეხლა თქვენც ამბობთ, მე მგონი ნიკამაც თქვა, რომ არის ესე გაქვთ ამბიცია, რომ გახდეთ მთავარი პარტია და თქვენ გარშემო მოხდეს გაერთიანება, თუნდაც კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში არჩევნების შემდეგ. სააკაშვილმაც თქვა ეს თავის წერილში, რომ ეს გვინახავს ბევრი კლონები და მართლაც ანუ სააკაშვილს არაფერი ტყუილი არ უთქვავს, მართლა ესე იყო ჯერ გირჩი, შემდეგ იყო ევროპული საქართველო, ვერც ერთმა რეალურად რასაკვირველია შედეგები აჩვენეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გვარი, მაგრამ ვერც ერთი სიდიდით ვერ გაიზარდა როგორც პარტია, ვერ შეიქმნა ისეთი პარტია, რომელიც რეალურად კონკურენციას გაუწევდა ნაციონალურ მოძრაობას და პრინციპში მე არ ვიცი რამდენად წარმატებულები იყო ეს პროექტი. ყოველ შემთხვევაში არჩევნების შედეგები მიუთითებს, რომ ნაკლებად აი რატო იქნება და გითხრათ, რომ იცი რა, ხო ხედავთ ასეთი გამოცდილება არსებობს, კიდე ერთ კლონს ნუ გააკეთებთ, იმიტომ რომ ეს გამოცდილება ნუ ესე თქვა ფაქტობრივად ხო და ჩვენ ვხედავთ რომ აი რაღაცა ხალხი წავიდა ნაციონალური მოძრაობიდან ნაწილი დაბრუნდა ვაშაძე დაბრუნდა ზურაბ ჭიაბერაშვილი ნუ გიგი უგულავაც რაღაცნაირად ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან მისი იდენტობა ახლა ეს არის ხო იდენტობა ან ისეთი ან ასეთი ხა ის არის არ ვიცი მე იდენტობა არის ერთი და იგივე ხო გიგი ფაქტობრივად ხო ნაციონალური მოძრაობასთან შემთხვევაში კომენტარს იდენტობა არის იდენტობა თუ რაღაცა გადაკვეთს შენ იდენტობის ხალხზე გადმოვა მაშინ შენ ემთხოვე მას თუ გავა ესე შენ კი არ უნდა დაყვებოდე რაღაცას მე ესე წარმომიდგენია იდენტობა მე მგონია რომ ხოშხოში საინტერესო ძლიერი ადამიანები და ფასეულობებზე ორიენტირებული ადამიანები ეგრე არიან კი არ უნდა მიყვებოდე რაღაცა რო უხვევს შენ უნდა მიდიოდე შენ გზაზე თუ რაღაცა გადმოკვეთს და ემთხოვე თუ არა და წავას შორს ხო ამიტომ ერთი მეორე მე არ მინდორ ხო ნაციონალურ მოძრაობას და რაღაც კონტრაპუნქტად დავსახო და რო გითხრათ ეხლა რომ თავარ გამოწვევათ ამ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა მიმაჩნია არ მიმაჩნია ბევრი მიზეზის გამო ჯერ ის სრულიად სხვა ასე ვთქვათ ფოკუსი მაქვს სრულიად სხვა მეორე საერთოდ არ მგონია რომ ნაციონალური მოძრაობას ეხლა ისეთი გრავიტაცია აქვს რომ ყველაფერს ყლაპავს ირგვლივ აბსოლუტურად არ მგონია ეგრე რა ვიცი ეხლა ნახავთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ წარმატებას უშურვებ მაგრამ არ არის ეს ჩემი მთავარი ამოცანა არც ცხოვრების და მით უმეტეს არც ცხოვრების და არც იმის რა ქვია არჩევნების რომ ეხლა ვილაპარაკო სულ ნაციონალურ მოძრაობაზე უსნაური არ ხო პირველ გადაცემაში ვერ გავიქცეოდი არა გავიგე არა მაგას კი არ გადაცემებიც ხავსოს გამოდონე ეგ თქვენი საკითხია მე გაარჩიეთ მაგრამ ეს არ არის ხა ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავი ზედმეტ პირიქით ვისმენ ამას და გასაკვირია ჩემთვის მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა კლონებს რაც შეეხება ხა მე გუში მკითხავ ვიღაცამ რომ გახსენესო იკლონებია მე ვთქვი ძალიან მარტივად რომ მე ქართული ოცნების განაცმოვისმინე კლონები მე არ ვიცი ხა მიშამეს როდის თქვა სამწუხარო იქნება თუ ესე იყო მაგრამ ნუ არ ვიცი ხო მაგრამ ნუ ფაქტობრივად შეიძლება სწორი იყოს მაგრამ მე არ ვიცი ხა კლონებზე ვინც ლაპარაკობს მე კიდევ ერთხელ ვამბობ ეს ადამიანები დარჩნენ სადაც არ უნდა იყვნენ ყველა მხრიდან ერთმანეთთან და ელაპარაკონ ერთმანეთს კლონებზე მე არ მაინტერესებს კლონებად რამდენი მხარე შემაფასებს იკაბათონ ერთმანეთთან და ჩამოყალიბდნენ ბიძინას კლონი ვარ, მიშას კლონი ვარ, ორივეს კლონი ვარ, არავის კლონი არა ვარ, თორემ საერთოდ არ მაღლებს, იმიტომ რომ კლონებზე ლაპარაკი არის კლოუნადა.
და მე არც კლონი ვარ და არც კლოუნადაში მონაწილეობის მიღება არ მინდა. მე მაქვს ჩემი ამოცანა, ამისთვის მაქვს ბევრი დრო და ენერგია და სახარჯი, ნამდვილად ვერ მოვწდები იმაზე საუბარს, ვისი კლონი არ ვარ. იმიტომ რომ მე არ ვაპირებ ვილაპარაკო იმაზე, ვინ არ ვარ. მე ვაპირებ ვილაპარაკო იმაზე, ვინ ვარ. და ბევრისთვის მიმიღწევია ამ ქვეყანაში და კიდე ბევრის მიღწევას ვაპირებ და არაფერი არ მაქვს სამტკიცებელი, ნამდვილად ვარ წარმატებული ადამიანი, ამ რეჟიმთან ბრძოლაში ბევრჯერ გამარჯვებული, მათ შორის პატიმრობითაც გამარჯვებული და ვაპირებ რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვო. თუ ვინმეს აქვს რამე ესე ვთქვათ შეჯიბრებაში უნდა გამომიწვიოს და დავთვალოთ ვის რისთვის მიუღწევია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მე თანახმა ვარ, არაბისი არ მეშინია, კი ბატონო ვითვალოთ. მაგრამ მე არ მჭირდება არავისთან შეჯიბრება, მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები, მე ვიცი ჩემი წარსულიც, შეცდომებიც, მიღწევებიც და მე ვიცი როგორ დავგეგმო მომავალი ამ ყველაფრის გათვალისწინებით. მე ვაპირებ რომ ამ ქვეყანას დავეხმარო ბიძინა ივანიშვილის კიბოს მოშორებაში და მე ვაპირებ მივცე ასევე ადამიანებს, ახალგაზრდებს, ნაკლებად ახალგაზრდებს, წარმატებულებს, პროფესიონალებს და წესიერებს შესაძლებლობა, რომ ქვეყნის ხვალინდელი დღე დააყენონ აქ და ახლა. არ მაინტერესებს მე მათი აზრი, სხვათა შორის ბევრმა მითხრა აი ვინც მოდიოდა პარტიაში, რომ იცი რა მე არ მიმიცი ახ მანაც მოძრაობისთვის არასდროს წინასწარ უნდა გითხრა და ანუ იმდენად გაუგებარი იყო ჩემთვის, ანუ მივხვდი რომ პრობლემა მაქვს, ჩემში არის პრობლემა რაღაც, იმიტომ რომ ადამიანები მეუბნებოდნენ რომ იცი რა ჩემთან გავიგე, მაგრამ მოდი ახლა ურთიერთობა სანამ დავიწყებ, მე გეტყვი რომ ეს არ გამიკეთებია, ამიტომ ჩამოყალიბდი გინდა თუ არა ჩემთან ურთიერთობა და მივხვდი რომ პრობლემაა ჩემში, ესე იგი, იმიტომ რომ ადამიანებს მიაჩნდათ რომ ეს შეიძლება იყოს ჩემთვის მათთან ურთიერთობის დაწყების ფილტრი. არ არის მეგობრებო ესე. არ არის ესე, აბსოლუტურად არ არის ესე. ხა არიან ადამიანები, ვისთანაც მე არასდროს არ დავილაპარაკებ, იმიტომ რომ მათ უმძიმესი გადაცდომები აქვს ჩადენილი, ან არ არის ჩემთვის ის ხალხი საინტერესო, ან მოსყიდული მგონია, ასე შემდეგ რაღაც დროს და ასე შემდეგ, მაგრამ ყოფილი კოცები, რასაც გვეუბნება, აი რატოა ყოფილი კოცი, კიდევ უფრო მეტი ყოფილი კოცი იქნება, პირდაპირ ვამბობ. და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, იმიტომ რომ ყოფილი კოცობა არ ნიშნავს ამ ქვეყნის მტრობას. ყოფილი კოცი ყველა დამნაშავე არ არის. ყოფილ კოცს კი არა და ყველა კი არა და დამნაშავეობას არ ნიშნავს. ყოფილ კოცს ბევრს ძალიან შეუძლია ამ ქვეყნისთვის ბევრი კარგის მიცემა და მთავარი უზრუნველყოფა შეუძლია. ბიძინა ივანიშვილის მოქმედი კოცის, მოქმედი ბოროტების ამ ქვეყნიდან გაწევა შეუძლია და რა ეხა დავთვალო ვინ როდის მოვიდა, ვინ ვის რა მისცა ხმა, ვინ როდის რა გააკეთა და ამის გამო რომ რაღაცა წარსულის წუხილები არსებობს და უკაცრავად ჩემთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრს აქვს წარსულის წუხილები და რა ვქნათ ეხა ვიხმალაოთ თუ ღიარული სტარტები ვითამაშოთ ვინ გაასწრებს თუ როგორ ამოცან არის რომ ეს ხალხი წავიდეს და ჩვენ შევიდეთ ევროკავშირში ვისაც სხვა ტიპის ამოცანები და სხვა ტიპის ფილტრები აქვს ის ჩამოყალიბდეს რა უნდა საერთოდ და უბრალოდ მოკავშირე იდიოტი ასე ვთქვათ სასარგებლო იდიოტია რეჟიმის თუ ჩამოყალიბებული და მიზანმიმართული მავნებელი მოკავშირე აი ამას საზოგადოება გადაწყვეტს მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ხალხს არ წავართობ ბევრი არის ჩვენ არავითარ შემთხვევაში რაც ასევე პრობლემა იყო და ეს პრობლემა მცირდებოდა იქ რაზეც საუბრობდით და ეს პრობლემა დარჩა დიდი დოზით წარსულის იქ სხვაგან სხვა პარტიაში წარსულის ნიშნით წარსულში გაკეთებული არჩევანი ჩვენ ადამიანებს არ უნდა ვაფასებდეთ რა ჩვენ ასევე ვიცით შეგვიძლია გვაქვს არა მარტო ამბიცია ვიცით როგორ შეიძლება ნდობა გავაღვივოთ განსხვავებულად მოაზროვნე ოპოზიციურ ამორჩეველთან ამდენად დღეს გაკეთა განცხადებები უნდა ვთქვა ხომ აი რა უბრალოდ გიკვეს არც საუბრობთ ბევრს მაგრამ ეხლა ვეცნობით ხო პრესამსახური მეგობრები გვაწვდიან ინფორმაციას რომ თითქოს ანუ ჩვენი თანამებრძოლები დადიან არ ვიცი ოჯახ კარდაკარ მიხეილ სააკაშვილის მაისურებით და შეცდომაში შევხავს და ვატყუებთ ეხლა არ ვიცი თუ უყურებს ეხლა მანიცის პირველ რიგში ხა 10 წელიწადი იქ ვიყავი და მაშინ არ ჩამიცვია მარტო არ ჩამიცვია მიხეილ სააკაშვილის მაისური არა იმიტომაც გამიგიშვა ხა ხარ გავიჟდებოდი ხო ნამდვილად ხო ხარ გავიჟდებოდი უბრალოდ მესმის ეს ტკივნეული პროცესია აი სამედიცინო ტერმინი არის ფანტომური ტკივილი ანუ კი ჩვენება რომ გაქვს ხი და ტკივა ხო ტკივა ანუ კიდურ
როდესაც მოჭრილი გავს ის ტკივა და ნუ მესმის ეხლა სხვა ტკივილია ეხლა ეს იმას არ ნიშნავს რომ ანუ სიყალბე ვაფრთხიოთ ხო ჩვენ მით უმეტეს ამაზე მეტად გუწმელები როგორ ვიყოთ ხო იყო პრეცედენტები თქვენ ახსენეთ პარტიებს არ დავასახელებ რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას გამოიყვნენ და ჩემს აზრით ძალიან ხელოვნურად ძალიან სწრაფად ისე რომ და ყველა ახლა დაბრუნდა იქ თითქმის წარმოთ ყველა და მათ შორის ჩემს აზრით ნუ დიდი უმრავლესობა დაბრუნდა ხო და კიდე დაბრუნდებიან ალბათ და ყველაზე იდეურად ჩემი შეფასებით ასე ვთქვათ არსებული იდეურად ამორჩეველი აქტივისტი ამ პროცესში ოჯახის წევრი ამ პარტიას იდეურად პირველად დაემშვიდობა 10,000 ადამიანი რო რაღაცას პოზიციას ამ შემთხვევაში იცვლის ვიღაცა უნდა დაფიქრდეს რომ აქ მოხდა არა რაღაცა სადღაც დაწერილი პროექტის განხორციელება, არამედ გუწფელი ნაბიჯის წინ გადადგა და ამაზე მეტად გუწფელები როგორ უნდა ვიყოთ განსხვავებით ვიღაცაებისგან, როდესაც მართლაც უნდათ რომ მოიპარათ სხვა პარტიის ამორჩეველი. ჩვენ ვამბობთ, ეხლა მე რომ მართლა მინდოდეს და ჩვენ რო გვინდოდეს, რომ გინდა თუ არა, აი ერთი პარტიის ამორჩეველი, ის რაც ახლა მე ვთქვი, ნიკამ თქვი, ასე ხო არ უნდა გვესაუბრა. პატივცემ ისევ და ისევ იმ ადამიანებს და ვამბობ რომ ჩვენი ამოცანა იქნება ყველა ტიპის განსხვავებული ტიპის ამორჩევლის რა თქმა უნდა მომხრობა და მათ დაიდენტიფიცირონ პარტია ახალთან საკუთარი თავი რომელსაც საარჩევნო ნომერი ექნება 4 მაგრამ არ ვიკადრებ და ნუ სულამი გვაკადრებს რომ ჩვენ შეიძლება ვიმუშაოთ და მით უმეტეს მოვატყუოთ და მით უმეტეს მაისური ჩავიცვათ ეს არ შეიძლება საიდან მოდის ეს ყველაფერი და მაინტერესებს, გვაინტერესებს ყოფილი ქართული ოცნების ამორჩევლები. ძალიან ბევრი, ხო, დაბნეულები არიციან, რა გააკეთონ. არიციან, რა გააკეთონ, გაიხედავენ, იქ დაინახავენ ზარქუას, გამოიხედავენ აქეთ, დაინახავენ რაღაცას, ვიღაცას აღარ უნდა. ამიტომ მე ვფიქრობ ეს არის პლატფორმა, სადაც არ არსებობს შუაშისტი ამორჩეველი ჩემი შეფასებით. არ არსებობს შობადადაც არ არსებობს თუ რამე არის შუაშისტური სოციოლოგიური აბსურდია შუაშისტური ამორჩეველი თუ რამე არის შუაშისტური ჩემი და ვისაუბრე ამაზეც არის თავად პოლიტიკური სპექტრი იმიტომ რომ მე თუ მაგალითად თქვენ თუ მე არ მოგწონ ვართ თქვენ რატო ხართ შუაშისტი იქნებ იქნებ შუაშისტი კი ბატონო არა ეგ თავის დამშვიდებაა რომ არსებობს რაღაცა პოლიტიკოსია შუაშისტი ხმას არავინ არავის არაძლევს და ეს მე ვიღაცა შეიძლება ამისთვის თავს მოიტყუებთ მეგობრებო არსებობს ამორჩევლის ერთიანი სტრატა რომელიც ხმას აძლევს ან კარგს მისი აზრით და არაძლევს ცუდს მისი აზრით. თქვენ უნდა გახდეთ მისი აზრით კარგი და მაშინ მოგცემენ ხმას. შუაში გვერდზე მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ კი ბატონო, ერთი შეკითხვა. სოციოლოგიური აბსურდებით თავს ხმას. ეს მოგეთ დაფეშეთ 20 წამი. მე როდესაც პარტია არ მომწონს არც ერთი, მე არა ვარ შუაშისტი, იქნებ შუაშისტური პოზიცია რო აქვს. ბევრ პარტიას და სიმართლეს ვერ საუბრობს და მე ამას გძნობ და ვატყობ, იქნებ იქ არის პრობლემა და მე ვფიქრობ რომ დღეს ამ ეთერში ძალიან მოზომილოდ ჩვენ ვისაუბრეთ სიმართლე ბევრ კინო საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის წერტილი დაესვას იმ საკითხებს, რაზეც ბოლოს ვისაუბრეთ განსაკუთრებით ჩვენ ნადირობ ვიღაცებს. მინდა რომ მოვასწრო. არჩევნები არის მათემატიკა, ხო? კი ბატონო. და ცალსახად. მათემატიკურად სწორი მათემატიკური ფორმულა უნდა დაჭდეს ოპოზიციის მხარეს, რომ ოპოზიციამ შეძლოს მოგება. იმიტომ რომ ცალკე ვერც ერთ ოპოზიციურ ძალას არ აქვს იმის არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ აქვს იმის რესურსი, რომ მარტო მოიგოს არჩევნები. ამიტომ ხო ეს კიდე მეორე საკითხია რომ ყველას გაწყობთ ერთმანეთის გაძლიერება, იმიტომ რომ ყველამ თავისი წილი ამორჩეველი უნდა წაიყვანოს და მე ჩვენ გვაწყობს ყველას გაძლიერება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რამდენი მაგერად ვერ გიპასუხებ. მოგებაში უდიდეს როლს შეასრულებს ის თუ რამდენი ხმა დაიკარგება. მნიშვნელოვანს. ხო ეს ფაქტობრივად ეს იქნება შესაძლოა ეს იყო გადამწყვეტი რომ რამდენი თუ ბევრი ხმა დაიკარგა ხო მათემატიკა როგორც ჩვენ ვთქვია და ამიტომ აქ შეფასებაც არ არის გამარჯვების ფორმულა ვერ შედგება ამიტომ ამოცანა არის რომ ანუ ხმის დაკარგვას რას ამბობ პარტიები რომელიც ბარიერს ვერ გადალახავენ მაგრამ მიიღებენ ხმებს ის ხმები დაკარგულია არ არის ქართულ ნუ ხო ოპოზიციისთვის დაკარგულია ამიტომ ამოცანა არის რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაიკარგოს ანუ რაც შეიძლება მეტი პარტია გაერთიანდეს ერთად ნიშნავდა ბარიერს აი თქვენ აქედან გამომდინარე
ფიქრობ თუ არა რომ აუცილებლად დასაწყებია მოლაპარაკები ლელოსთან, ზურა გირჩთან და დროასთან, როგორც მინიმუმ იმისათვის რომ ხმები არ დაიკარგოს და ამაზე როგორ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკები რომ არ დაიკარგოს. არა, ხმები არ დაიკარგოს, რას ამბობ? ხო, მიხსენ რომ მათო არ გავიდნენ. სიცხადემილი შევიტანო, იმიტომ რომ მაყურებლებისთვის ოპოზიციურმა პარტიებმა, ვინც გადალახავს ბარიერს, უნდა მოაგროვონ 1.1%-ით მეტი ვიდრე ქართულმა ოცნებამ. და ეს ვინც გადალახავს ბარიერს 1.1%-ით მეტი უნდა დაუფიქსირდეს ჯამი ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს. რომელიც შეიძლება ძალიან ადვილად მე ვფიქრობ, ისიც რა იქნებია პარტიები, აგე გუში შევნიშნე ერთი არ დავასახელებ. ეხა იცით რომ ქართულმა ოცნებამ შეიტანა ცვლილება შესაბამის კანონში და ახალისებს სხვადასხვა სუბიექტებს თუ 1%-ს გადალახავს 1 მილიონი ლარი ჩაიდოს ჯიბეში ხა. ასეთი პარტიები თუ გამოჩნდებიან, ნუ აი ცალსახად, ოდესაც თეორიული შანსიც არ არის. მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ვამხილოთ, კაი გაგებით, ანუ საუკეთესო ინტერესები და უსმენა გუში. უნდა ვამხილოთ რა, ნამდვილად რა. დიახ, ჭირა ბატონი დათო ბერძენიშვილი საუბრობს ამაზე. მე ვფიქრობ, გადაუნაწილებელი ხმები, ანუ დაკარგული ხმები იქნება ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა იქნება. თუ პარტიები გაერთიანება შეძლებთ. იცით რა, პანაციაც არ უნდა იყოს, ეხა გაერთიანებამ ხმები უნდა გაზარდოს და რა შეიძლება იყოს იმპულსი პარტიებისთვის? გამოკითხვები გაზაფხულზე, ზაფხულზე, რომ აი არიან ბარიერს ქვემოთ, მაშინ იძულებულები იქნებიან რომ გაერთიანდნენ. ხო, არ ვიცი, იმპულსი ტრიგერი რა შეიძლება იყოს, გულწრფელად ვიტყვი რომ მე გაერთიანებისდი ვარ. ძალიან მომხრე ვარ ამ ყველაფრის. და ამ ამოცანით შეხვედი პრინციპში პოლიტიკაში, ხო? ვიცი რა, ხო, ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც მე ვამბობდი აი ჩემი რას გავაკეთებდი, როგორ ასე შემდეგ. ჩემთვის ეს არის პარტიის აშენებაც, ადამიანებისთვის პარტიის დატოვება იმის მერე რაც მეწავა. გუშინ ნიკამ თქვა, სხვა შეიძლება ყოველთვის ჩვენ კი არ ვიქნებით თავმჯდომარეებია და ნიკა დიდი ხანი იქნება ბევრად ვიდრე მე ვიქნები. ხვალ არ მივდივარ თქო ეს თქვი, მაგრამ არა, რატომ მე ვაპირებ შეიძლება 5 წლიანი, 10 წლიანი გეგმები მქონდეს და ამაშობა 30 წლიანი მქონდეს. ახლა მე ხედავ თქვენ რომ არ გავჩერებული ვარ 10 წელზე მეტი არსად, მაგრამ მე ამოცანები არა, მე რატო გეუბნებით ამას? მე ამოცანაზე ორიენტირებული ადამიანი ვარ. მე ჩემთვის ამოცანა აი ამ ყველაფერში გეტყვით რაც არის. მე გითხარით უკვე ნაწილი და მთავარი ნაწილი ეს პარტიის გაკეთება, ახალი ხალხისთვის მთავარი გასაქანის მიცემა ამ პარტიაში. ამ პარტიის მეშვეობით ცვლილებების მიღწევა, შემდეგი ნაბიჯი ცვლილებების მერე და ხელისუფლებაში მოსვლის მერე და ნუ მათემატიკაა რომ კოალიციური იქნება ეს ხელისუფლება, ეს არის დემოკრატიისთვის ფუნდამენტური ღირებულებების, დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებების დამკვიდრება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად, მათ შორის ის სასამართლო რეფორმა და ვეტინგის პროცედურა, რაზეც დღეს იყო ლაპარაკი, რაც ჩვენი პარტიის ინიციატივაა და ბევრს ლაპარაკობთ ამაზე და თენგოს უსმინეთ დღეს თევზაძეს და მგონია რომ ყველაზე კარგად ხსნის ამ საკითხს. ეს ფუნდამენტური საკითხი არის კიდე სხვა საკითხებიც, მაგალითად ასე ვთქვათ, საგადასახადო რეფორმასთან დაკავშირებით, განათლებასთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის ყოფილი განათლების მინისტრისთვის, გონიერი და განათლებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ყველაზე არა, ჯანდაცვის და სოციალური რეფორმა ასე შემდეგ, მაგრამ ფუნდამენტების ჩაყრა არის ჩემთვის საინტერესო. მე მინდა ვიცხოვრო ქვეყანაში, რომელიც ფუნდამენტზე ისეთზე შედგება, რომ მე უკან დახევა იყოს შეუძლებელი და როგორი მთავრობაც არ უნდა მოვიდეს. მარჯვნივ, მარცხნივ, ცუდი, კარგი, უკეთესი, ნაკლებად უკეთესი, ამ ქვეყანაში მთავრობა იყოს შეცვლადი და დემოკრატია იყოს შეუქცევადი. მე ეს მაინტერესებს. მე ამიტომ ვარ პოლიტიკაში და მე ამ მიზნის მიღწევა მინდა. კიდევ ერთხელ რატო ვთქვი რომ რაღაცა მე შეიძლება უფრო მოკლევადიანი გეგმები მქონდეს. მე არ ვუყურებ ამას ჩემი ცხოვრების ბოლომდე კარიერის საკითხად. თუმცა ეს ნორმალური იქნება და პოლიტიკოსები ასე უყურებენ. ხო, ასე უყურებენ თავის თავაცხადე, მაგრამ მე კიდე სხვა გეგმებიც მაქვს ცხოვრებაში, რა ვიცი, ერთი დეკადის მერე კიდე შეიძლება სხვა შევხვდეთ და სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, რა ვიცი, იქნება რამე პრემია ავიღო კიდე ოღონდ სხვა. ეს ამოცანა შესრულდება. შესრულდება ეს ამოცანა, მე შემისრულებია ასეთი ამოცანები, მედიაში შემისრულებია და არასოდეს არ მგონებია რომ დავინიშნე რუსთავიარში რომ 30 ცხოვრების ბოლომდე იქ ვიქნებოდი. არ მგონებია, თავარშიც შევასრულე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი იყო, მერჩივნა რომ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან
მშვენიერ შემოსავალს მექნებოდა ციხეში წარმოხდებოდი და ეს უბედურება არ გადაივლინდა ჩემ თავზე, რომელმაც ძალიან მძიმე პრობლემები შეექმნა, მათ შორის ჯანმრთელობისაც, ხო, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობისაც, ხო. მიუხედავად ამისა, მე ეს გავაკეთე, მივიყვანე ბოლომდე და მთავარი არქი დღეს არის და იქნება მუდმივად. ასევე მოხდება ამ შემთხვევაში ნიკას დახმარებით და რატომ ერთიანობა? რატომ მივედით მე და მელი ერთმანეთთან? გარდა იმისა, რომ ერთმანეთი მოგწონს, გაერთიანება გვაქვს ბევრი რამე საერთო და ბევრი რამეა, რაც ერთმანეთს არ მოგწონს და დავხოცეთ ერთმანეთი პირდაპირ. და კიდე დახოცავს დარწმუნებული. მე რა, მანამდეც დაგვიხოცავს. მანამდეც დაგვიხოცავს, მაგრამ ეს არ იქნება, ასე ვთქვათ, გაყრის დახოცვა, მე ამჟამად დარწმუნებული ვარ, მაგრამ თავარი პრინციპი, მოდი ადამიანები ვიყოთ და ობიექტურები ვიყოთ, ხო? გაერთიანების თავარი მუღამი რა არის? შენი პრობლემის შევსება. მე ვიცი, რითი აფსებს ჩემ პრობლემებს ნიკამელია. მე ზუსტად ვიცი რა არ შემიძლია და რა შეუძლია მას. და რა მოაქვს მას? ზუსტად ვიცი. აი, როგორც 2x2 4-ია. ისე ვიცი რა შეუძლია მელიას და არ შემიძლია მე. ისიც ვიცი რა შემიძლია მე და რა არ შეუძლია მელიას და ეს მანაც იცის. ამიტომ მოდი ასე ვთქვათ რა სასარგებლო თანამშრომლობა იგება ამაზე, არა სიყვარულზე, ყანწზე, სადღეგრძელოზე, არამედ თანამოაზრეობაზე, ემოციურ თვალსაზრისით მიღებლობაზე, ურთიერთმიღებლობაზე, მაგრამ სიმბიოზურ დამოკიდებულებაზე. კი ბატონო, მე ვთქვი, რომ სამწუხაროდ ეხლა ძალიან ბევრი თემაა, მაგრამ ამით უნდა შევაჯამოთ და დაფინანსების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ ბევრს ექნება ეს კითხვა, რომ საიდან პარტიას დაფინანსება, ხო? თუ რას ნიშნავს გავლენებისგან თავისუფალი პარტია, რას გისწევთ თავისუფალი პარტია, ხო? როდის, ანუ ამ ფინანსებზე გამჭვირვალობა რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის? და ძალიან სწრაფად ვიტყვი გავაძლევთ ციკა დაამთავრა. მე ვიცი რომ ბევრი ადამიანი ნიკა სულჩევ და ბევრი ადამიანი მე ნიკა მაცის მეც ვიცით ერთმანეთს მე გავუზიარეთ, უბრალოდ ნორმალური იყო აღჭევების მიღება. იყო ასეთი ჯგუფი, ბევრი, რომელიც გვიჩვენდა, რომ სხვადასხვა ცალსაკე გაკეთეს პარტიები. თუ რამე იქნებოდა უპასუხისმგებლობა, თუ რამე იქნებოდა მართლა დეზორიენტაციის შემოტანა ძალიან ბევრ ადამიანს, შესაძლოა ერთ მონაკვეთში ერთ-ერთი ძალიან იხლიჩებოდა ჩვენი ამორჩეველი, ძალიან სერიოზული კვეთა ჰქონდათ. პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბებული იყო და ჩვენ გავყარიყავით ვინდოდა კონკურენტებად და ეხლა მაგითის ხალხო ხარეს დავსტარიყავით და ერთი დამთავრდებოდა ეს ყველაფერი რაც არის ის მე. ხო, ამიტომ ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, თუ რამე იყო გაერთიანება, ეს იყო ძალიან ბუნებრივი გაერთიანება და ზოგადად გაერთიანება მე ასე უყურებ და ბევრჯერ მithქვავს, რომ გააჩნია ერთობა უნდა მუშაობდეს და ერთობან არ უნდა ვითამაშოთ და შეიძლება დაფინანსებას. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, იქნება გამჭვირვალე. ამ გზაზე, ამ სირთულეებს ჩვენ წავაწყდებით. ვინაიდან მიმაჩნია რომ თუ შენ მართლა გუცვლელად ხედავ და ხედავ ასე არის და ეხლა შოშა გუცვლელობა ოლიგარქიული რეჟიმია და ამის პრობლემა ამ ქვეყანაში იარსებებს, მაგრამ მადლობა ღმერთს არსებობს ხალხი, ვინც ამ თვალსაზრისით შენ გვერდში გიდგას, ანუ ამ პარტიას გვერდში დაუდგება. და მთავარზე მთავარი არის ის, რომ მე არ მჯერა, რომ ფულით შეიძლება ფული დაამარცხო. როგორც ამორალობა არ დამასწრება, ამორალობით პირიქით მორალური უპირატესობა. რომ შეიძლება რომ ფული დაამარცხო, მაშინ უნდა გითხრა ბიზნესმენ შულზე მეტი ფული ისა. ვერ დაიკარგება რა, ვერ დაიკარგება ნამდვილად. ეს ინფორმაცია არ გამოგჩება. ამიტომ მე ვეთანხმები ნიკას სრულიად დაფინანსებაში არის ჩემთვის მთავარი და მარტივი ფორმულა. დაფინანსება შეიძლება მიიღო როგორც მხარდაჭერა და თანადგომა. დაფინანსება არ შეიძლება იყოს და ვერ იქნება რაღაცის სანაცვლოდ გადასახადი. ანუ მე ვიხდი და ვუკვეთავ მუსიკას, ეს გამორიცხულია. მე არ მჭირდება ვინმე მუსიკა დამეკვეთოს, მე ჩემს საერთოდ არ ვიყო იქ. თუ დაფინანსება რაღაცა ისეთი გადაულახავი ამბავია, მაგრამ მე ასევე მინდა ყველას უთხრა, სულად რაციონალურად, რომ არ არის ეს გადაულახავი ამბავი. ფული შოვნადია. ადამიანები, ვისაც ქართული ოცნება არ მოწონს, თან ძალიან არ მოწონს, ადამიანები, ვისაც თან არ მოწონს და თან არ ეშინია ქართული ოცნების, თან არ მოწონს, თან არ ეშინია და თან ფული აქვს, ნახეთ რამდენი მოცემულობითი წინაპირობა და თან არ მოწონს და შემდეგ მეოთხეთან ჩვენ მოვწონ ვარ. ასეთი ადამიანები ამ ქვეყანაში არიან. ამიტომ ამ თვალსაზრისითაც შიმშილით არ მოგვდება. მე ვიცი ადამიანებს, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს, ძალიან არ მოწონს ბიძინა ივანიშვილი. როდის დაამარცხებთ? რას იზამთ? აქცია რო მოეწყო რატო დაიშალა და თითქოს მემქონდეს ის ფული. ეს მე ვფიქრობ, რომ უხაცია და ბუნებაა და ბევრი ადამიანია გარშემო, ვინც ახლა გვაკვირდება
ეს აბა რას იზამენ წარმატებას მიაღწევენ არ მიაღწევენ ეს სანგარშერია წამოყოფენ თავს კაი გაგებით ჩაზნიხავენ თავს ისეთ წვენის ნაკლებობის ბრალი ეს მათი ბრალი არ არის თუ დაიჯერებენ გამარჯვების შანსი ისევე როგორც ბევრ ადამიანს უნდა დღეს მოვიდეს შემოუერთდეს ამ გუნდს ჩვენ კი რა ამ გუნდს მე არ გულწოვ იმ ადამიანებს მეგობრებს ვისთანაც ჩვენ საუბარი გვაქვს ინტენსიური სხვებს მაგრამ აკვირდებიან ახლა თუ გაამართლეს ქართული ბუნებაა ხასია თუ გაამართლეს გამოჩნდებიან მაგრამ ჩემი საზრით გამოჩნდნენ ჯანდაბას მე მაინც გამოჩნდნენ ნიკა გვარამია ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად წარმატებას გისურვებთ წარმატებას გისურვებთ ჩვენი სახელია ახალი ჩვენი ნომერია 4 და ჩვენ აუცილებლად შევცვლით კი ბატონო მეტი ხალი ქართულ პოლიტიკაში გავიცნოთ ეს ხალები რომლებიც ახალის გუნდს შეუერთდნენ რეკლამის შემდეგ ჩვენ მათ გაგაცნობთ და რამდენიმეს მეც პირველად გავიცნობ ასე რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასე რომ დაგველოდეთ ძალიან მცირე ხნიანი რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით